მოგესალმებით, მოკლედ ვიწყებთ სპონტანურად პოდკასტების სერიას. სახელწოდებით მე ვარ. მართლა სახში სამსახურიდან მოვედი და ეს პოდკასტი უნდა წაიყვანო. სახელიც ესედვე სპონტანურად შეერჩა მე ვარ. და მოკლედ, რაც იქნება რა. გვეყოლება საინტერესო სტუმრები. ძირითადად ვიქნებით მე, ნინო, ალექსანდრე და პერიოდულად ერთ შეხედვით რთულ საკითხებზე შემოგთავაზებთ საინტერესო აზრებს, ხედვებს და პრინციპში შეგვიძლია დავიწყოთ და ძალიან საინტერესო იქნება თითოეული მათგანის აზრი ზოგადად ამ სახელთან დაკავშირებით, რაც პოდკასტს დავარქვით მე ვარ და ნინოს და ალექსანდრეს შეხედულება ზოგადად და გზა ძალიან საინტერესო იქნება თითოეული თქვენგანი როგორ მიხვედით აი ამ არსამდე. კი, მე ვარამდე ამ არსამდე და ხო, ძალიან საინტერესო იქნება თითოეული თქვენგანის გზა. ალექსანდრე, შენეული ხედვა რო გითხრა, როდის მოვიდა ამის გაცნობიერება, როდის მიხვდი პირველად რომ ეს მე ვარ მომენტი დაგიდგა ცხოვრებაში და როგორი შეგრძნება იყო საერთოდ და როგორი გზა გამოიარე აქამდე. მოგესალმებით, გილოცავთ აღარ წამოწყებას. რაც შეეხება თემას, მე ვარ ძალიან რთული და ძალიან ვრცელი სფეროა და ვეცდები რომ ძალიან მარტივი სიტყვებით ახსნა. ჩემი აღქმით, აი მე ვარ სულ არსებობს, რაც ადამიანი არსებობს და რაც ცნობიერად არსებობს ადამიანი, მაგრამ ამ მე ვარის აღქმა იცვლება ყოველთვის. ანუ ყველა ეტაპზე სულ სხვადასხვა რაღაცა გგონია რომ ხარ რეალურად. მაგრამ საბოლოო ჯამში აი ეს გაცნობიერების მდგომარეობას, რასაც ეძახიან, გამოგვიძების მდგომარეობას, რასაც ეძახიან, შეგვიძლია ამ მდგომარეობას დავარქვათ მდგომარეობა, როდესაც შენ ხარ, მაგრამ თან არაფერი არ ახარ. აი ეს რაც გეგონა რომ მანამდე ხარ, აი იმ ყველაფერს რომ რასაც ჩამოაშორებ, რაც დარჩება რეალურად ის არის ის რეალური მე, რაც არის. შენ ზოგადად რა გზა გამოიარე და რა ასე ვთქვათ, ბევრს დააინტერესებთ, როგორ მიხვედი მაგ მდგომარეობამდე, ეგრეთ წოდებული განულების კონდიცია, ხო, რაღაც მსგავსად. ხო, შეიძლება აქამდე საერთოდ სხვა შეხედულებით რო აი რო ვიმსჯელოთ მაგასთან დაკავშირებით, ხო? აი რო იბადება ადამიანი, ნუ არაფერი არ ახსოვს, არაფერი არ იცის, ხო? რაღაც მოვლინდა ამ სამყაროში და იწყებს ამ სამყაროს გაცნობიერებას და ეს გაცნობიერება ხდება აი დაბადების მომენტიდან სულ ხდება რა ეს პროცესი შეიძლება რაღაცა მეხსიერებაში გქონდეს, რაღაც არ გქონდეს, მაგრამ აი ლოგიკურად რო შეხედოთ, სულ რაღაც გაცნობიერების პროცესია, ხო? რაღაცას სინათლე, ჯერ თავიდან სინათლეს ხედავ, ხო? რაღაც სიბნელისგან ანცალკევებ, ცოტა ბუნდა უნათხნე, მე უფრო ცოტა ფორმები შემოდის, მაგრამ აი სულ რაღაც დაკვირვების პროცესი არის და სულ მუდმივი გაცნობიერების პროცესია. და ამ გაცნობიერების პროცესში აი რასაც ხედავ და რაც იგრძნობა, ხო? პირველ რიგში იყოფა, რომ ეს რაღაც არის ისეთი რაღაც, რაც არ ვარ მე და ეს რაღაც არის მე, ანუ ეს მე იყოფა გარე სამყაროდან, რა დაახლოებით ესე მარტივად რო ახსნათ. და ეს მე აღქმა დროთა განმავლობაში იზრდება. ანუ ჯერ არის შენი ხედვა, აი შენ თვითონ ხედავ, ხო? მერე შენი შეგრძნებები, შენი მერე მოდის ფიქრები, შემოდის ფიქრები, შენი აზროვნების პროცესი, შენი ემოციები. აი დედა, აი შენი მამა, აი შენი ოჯახი, შენი ნივთები და ეს ნელა ეს ჩემი და მე ეს ნელა იზრდება და აი ეს ჩემი მე განიცდის მუდმივ ტრანსფორმაციას, რა. და თელი მეჯიქიც ამ ტრანსფორმაციის გზაზე ეს თან ლამაზი პროცესი არის. და ყველა გავდივართ ამას, რა. აი ამ მედან რაც გამოყვავს რეალურად სამყაროს და გვათქმევინებს რომ ეს ჩემია და მე ვარ, აი ამის ტრანსფორმაცია მიმდინარეობს. ჩემს შემთხვევაშიც არ იყო გამონაკლისი, ნუ ყველას თავისი გზა აქვს, რა თქმა უნდა, ზოგს ცოტა კარგად, ზოგს ცოტა ცუდად, მაგრამ ყველა ასე თუ ისე ამ ტრანსფორმაციაზე გავდივართ. ჩემს შემთხვევაშიც იყო ძალიან ბევრი გაიგივებები, ნუ ხარ, კარგი შვილი ხარ, სიტყვაზე კარგი მეზობელი ხარ, კარგი უნდა იყო, იმიტომ რომ საზოგადოებამ ეგრე გასწავლა, ის უნდა იყო, ეს უნდა იყო და ეს რაც არის, ნელ-ნელა აი ამ შენ რეალურ მეს ნელ-ნელა ეწეპება რაღაცეები, რა, რომ აი ისეთი უნდა იყო, ესეთი უნდა იყო, თუ ბიჭი ხარ ამ საზოგადოების ცხოვრობ, ესე უნდა ცხოვრობდე, თუ გოგო ხარ, აი მაშინ ესე უნდა მოიქცე და რაღაცა ეს
გვემატება და მივდივართ რაღაც მდგომარეობამდე, როდესაც იმდენად ბევრი რამე გვაქვს შემოწებებული ამ რეალურ მეზე, რაც ჩვენი არ არის და qalbია, რომ მე ის სიმძიმე ცოტა გვაწვება, ასე რომ ვთქვა. და ცოტა უფრო რთულად იწყებს ჩვენი ცხოვრება დინებას, ასე მარტივად რო ვთქვა. და აი ამ მომენტში ყოველთვის ხდება რაღაც ტრანსფორმაციული მომენტი, აი რაღაცა პროცესი, როდესაც და აუცილებელიც არის ეს ყველაფერი, რომ აი ეს რაც აწეპებული გაქვს, დაგროვებული გაქვს და ეს რაც გონია რომ შენ ხარ, აი ეს მარტივად რო ვთქვა, ეს მასკები, რომლითაც ჩვენ საზოგადოებაში გავდივართ, ეს ყველაფერი უნდა დაყარო, აი ყველაფერის ხელი უნდა გაუშვა რა, იმიტომ რომ კი ხარ, მეუღლე ხარ, მამაც ხარ, შვილიც ხარ, რაღაცაც ხარ, ანუ საზოგადოების ნაწილიც ხარ, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად უფრო მეტიც ხარ. აი შენი აღქმა, შენი ყურადღება, შენი ცნობიერება, რას აღიქვავს საკუთარ თავში, აი ეს არის ზუსტად ეს ტრანსფორმაციის გზა და აი ამ პოდკასტების სერიაში ზუსტად მაგაზე იქნება საუბარი, რომ რეალურად რა ვართ ჩვენ და რა არ ვართ. შენ შემთხვევაში პირადად რა დაგეხმარა, ანუ იყო ცხოვრებაში რაღაცა რთული მომენტი, რამაც ეს სიმძიმე მაქსიმალურად შეგაგრძნობინა და მერე მოხდა ამ ყველაფრის განულება თუ ან რა იყო ეს ასე ვთქვათ ელემენტები, რამაც მიგიყვანა აქამდე, რომ გაგენულებინა ასე ვთქვათ და ზუმაუთი გაეკეთებინა ამ ყველაფრისთვის. ხო, ისე სამყაროში რომ დავაკვირდეთ და ყველამ ჩვენ ცხოვრებას რომ გადავხედოთ, სულ არის ეგ პროცესი, რომელიც აი ეს თითქოს რაღაცა მეს იწებებ და მე თავისით ხრება რა, თავისით გადის, იმიტომ რომ ყოველთვის ფორმები სულ იცვლება და ის რეალური მე რაც არის, საერთოდ არ იცვლება, უცვლელი არის. და ეს გარშემო ესე რომ ვთქვათ, აი რაღაცა არის, აი მეს რო დავარქვათ რა, აი შევხედოთ. რაღაცა მეს ნაწილი, რომელიც არის მუდმივად ცვალებადი და მეს ნაწილი, რომელიც არის მუდმივად მარადიული, ანუ უცვლელ მდგომარეობაში. ეხლა ეს მე ყოველთვის იცვლება და თუ აი მოხდა ისე რომ პიროვნება მიეჯაჭვა რომელიმე მის ფორმას ან გაიგივდა რაღაცასთან, აი ზედმეტად დაიჯერა, ზედმეტად ასე რომ ვთქვათ, ჩაეძინა იმ რაღაცა ფორმაში, ხო, მე აუცილებლად ხდება ამ ფორმის ასე რომ ვთქვათ, ჩამონგრევა რა და ეს ხშირ შემთხვევაში ხდება ძალიან ბევრი გაფრთხილებით, იმიტომ რომ წინასწარ გრძნობა გაქვს ეს შეგრძნება მუშაობს რა, წინასწარ შინაგანი ხმა ყოველთვის კარნახობს რაღაც მიმართულებას გაძლევს, მაგრამ საწუხაროდ იქიდან გამომდინარე, რომ თავში ყოველთვის ქაოსია და ამ ქაოსში ვართ დაკარგული, არ უსმენთ და რო არ უსმენთ, მე ცოტა უფრო რთულად ეწყება. ჩემ შემთხვევაშიც რთულად მოხდა, საერთოდ სხვა ცხოვრების მიმართულებით ვითარდებოდი და ცხოვრობდი ისე როგორც საზოგადოებაში იყო მიღებული, იმიტომ რომ მეც სამსაზოგადოების წევრი ვიყავი და ავტომატურად ასე რომ ვთქვათ, თავისთავად ეს ავტოპილოტზე თავისით განვითარდა ჩემი ცხოვრებაც და აი ამ მიმართულებებში ცოტა ზედმეტად ჩამეძინა, ანუ ცოტა ზედმეტად გავაიგივე თავი რაღაც ფორმებში და აი რამდენჯერაც ვთქვი, რომ აი მაგალითად წარმატებული მოხელე ვარ ხო სამსახურში მუშაობ, აი ან შემდგარი ბიზნესმენი ვარ, ან აი ისა ვარ, ან ესა ვარ, აი რაზეც იდენტიფიკაცია გავაკეთე, ყველაფერი დაინგრა ჩემ ცხოვრებაში და ყველაფერი დაინგრა ძალიან მტკივნეულად და რაც უფრო მეტად მტკიოდა და რაც უფრო მეტად ეჯაჭვებოდი, მით უფრო მეტად მტკივნეულად იშლებოდა ჩემ თვალწინ რეალურად ეს რა. იმ მომენტში რა თქმა უნდა ძალიან მტკივნეული იყო ეგ, იმიტომ რომ რაღაცასთან როცა ხარ იდენტიფიცირებული, გონია რომ აი უსაფრთხოდ ხარ, იმიტომ რომ ეს ყველაფერიც ხდება უსაფრთხოებისთვის რეალურად, აი თავიდანაც დავიწყეთ მე რასაც შენაც ეძახის შენ მე ის უნდა იყოს აუცილებლად უსაფრთხოდ. ეს არის მთავარი. და ეს უსაფრთხოება რო ენგრევა, მე არის ცოტა რთული მომენტები, რასაც მაგალითად აი კომფორტის ზონის დაკარგვას ვეძახით რა, ეს კომფორტის ზონები უნდა დაიკარგოს, ეს რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა კარგი ფორმები იყოს, ან ცუდი ფორმები იყოს, ეს მაინც ჩვენი ეგოს იდენტიფიცირებები, ეს ყველაფერი უნდა დაინგრეს და ის რაც რეალურად რაც დარჩება, ის სუფთა არის ის რეალური მე. რეალურად ეს ამ შეგრძნების გადალახვა როგორ ხდება, იმიტომ რომ ერთ შეხედვით კარგად ჟღერს, მაგრამ
უცებ იღვიძებ და გამოდის რომ პროფესია რომელსაც რაღაც 15 წელი მიყვებოდი, მოხელე იყავი, ბიზნესმენი იყავი, ანუ იმისაგან აღარაფერი დარჩა, იმიტომ რომ საერთოდ სხვა ადამიანად იწყებ, რომ საერთოდ არასწორ გზაზე ხარ, ხო ეს მინიშნებები როგორც მივხვდი, რასაც გულისხმობ, რაღაც შინაგანი ხმა გეუბნება, რომ არასწორ მიმართულებით ხარ, არასწორ საქმეს აკეთებ. აი მე რა მომენტი დგება, როცა ეს ყველაფერი ნულდება და როგორ გამოდიხარ, იმიტომ რომ რაღაცა რადიკალურად იცვლი ზოგ შემთხვევაში, ხო, ზოგი ადამიანი მიმართულებას და აი ვინც ამ ფაზას გადის, ასე ვთქვათ, შენი ჰინტი რა იქნებოდა და შენ რა დაგეხმარა ამ ფაზების გავლაში. აი, ცოტა ცოტა გლობალურად რო აქცე პასუხი. ესეთ რაღაც თეორია წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს რაღაცა ტვირთი, რომელიც მუდმივად თან გაქვს და სანამ ეს ტვირთი გაქვს, ეს ტვირთი არ გაძლევს შენ საშუალებას, რომ რეალურ შენ თავთან დარჩე მარტო, ანუ შენი თავი აღიქვა. ეს ტვირთი შეგვიძლია როგორც კარმა ისე წარმოვიდგინოთ. ანუ აი ეს კარმა მარტივად რო თქვათ, არის მიზეზშედეგობრივი კავშირი, აი ცხოვრების განმავლობაში, ან ცხოვრებების განმავლობაში თუ მაგ თეორიასაც მივიღებთ, რომ შეიძლება არსებობდეს ბევრი ცხოვრებები, ну დაუშვათ, ამ ბევრი ცხოვრებების განმავლობაში შენი ყველა ქმედება თუ მოქმედობა, რამაც შედეგი გამოიღო, აი ეს არის რაღაც ტვირთი, რომელიც აუცილებლად მოსაშორებელია. სანამ ეს ტვირთი, ანუ ეს კარმა არ მოშორდება, ან ეს კარმა არ დაიწვება, მანამდე ძალიან რთული არის აი ამ რეალური მდგომარეობის გაცნობიერება. და აი ამ კარმის დაწვა ხშირ შემთხვევაში ხდება დესტრუქციულად, ანუ ტანჯვით, ტკივილით, ხო, აი რაღაცა უნდა პირდაპირ გაგებით უნდა დაიწვას რა, აი შენ თავში უნდა დაიფერფლო. და აი ეს დაფერფლა და აი შენ თავში ეს დაწვა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ამ სამყაროში რო გადავხედოთ, როგორ მუშაობს ეს სამყარო, ანუ მუდმივ ევოლუციის პროცესში ყველაფერი სიცოცხლისკენ, ანუ ცხოვრება თავისით ავტომატურად და სიცოცხლე არის ეს, რომ სიცოცხლე მუდმივად გრძელდება, ხო? მოკლედ მარტივად რო თქვათ, სიკვდილი არავის არ უნდა. განსაკუთრებულ ეგოს. და აი, როდესაც იწყება ეს რეალურად ეგოს სიკვდილია, რო იწყება ეგოს სიკვდილი, აი მად იწყება თელი ტაშფანდური, იმიტომ რომ რეალურად ხო, თან არის ძალიან მტკივნეული, და რაც უფრო მეტად ეჯაჭვები, მით უფრო მტკივნეულია და უბრალოდ მიდიხარ რაღაც მდგომარეობამდე, უბრალოდ უნდა გაუშავო, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი აი უბრალოდ არ არსებობს. და გამოუვალი მდგომარეობიდან აი, როდესაც მართლა ეგო ბოლომდე გაუშვებს აი ამ იმას, რაც თან რასაც ვერ უშვებს და თან რაც ტკენს რეალურად, რა გაშვების პროცესი. აი ეს გაშვების პროცესი იმხელა ნეტარება და იმხელა სიმშვიდე და იმხელა ბედნიერება მოყვება, რომ მე აცნობიერებს ადამიანი, რომ იმ მანამდე რაზეც ფიქრობდა, რაზეც ნერვიულობდა, რასაც განიცდიდა, რასთანაც თავს აიგივებდა, ყველაფერი უბრალოდ სისულელე ყოფილა რა და რეალურად აი ძალიან ტყუილავ იქმნით პრობლემებს ჩვენ თვითონ და ეს პრობლემები რაც არის ჩვენ ტვინში და მთელი პრობლემა ის არის, რომ ამ პრობლემებთან ვაიგიებთ თავს და ეს მე ვარ, გგონია რომ ეს პრობლემები ვართ. აი მთელი პრობლემა რეალურად ეს არის დღევანდელი. ოკეი. ნინო, ეგოს სიკვდილი ერთ-ერთი ასე ვთქვათ შენი რილსების მნიშვნელოვანი თემაა ხოლმე და კი, მაგ პროცესს გავდიოდი ზუსტად რომ წერდი მაგ ვიდეოებს. ხო. შენ შემთხვევაში როგორი იყო აი ეგ მომენტი, როდის დაგიდგა ნამდვილი მე ვარის მომენტი, ეგოს სიკვდილი შენთან როგორ წარიმართა, ასე ვთქვათ და შენი პიროვნება როგორ ტრანსფორმირდა მაგ მომენტში. საერთოდ აი რამ გამოიწვია ალექსმაც საკმაოდ კარგად გლობალურად ახსნა და შენთან რა, ასე ვთქვათ, გამომწვევი მიზეზები იყო და რა წერტილამდე მიხვედი და მაგის მერე როგორ აი ამ გაშვების მომენტში როგორ შეძელი ასე ვთქვათ ტრანსფორმაცია და გამოსვლა მაგ გაშვების მომენტიდან. ზუსტად არ ვიცი ახლა ამდენ კითხვას როგორ გავყვები, მაგრამ ეგოს სიკვდილით დავიწყე. ანუ თავიდანვე პროცესს ვიტყვი რა, რომ ეგრევე ეგოს სიკვდილი მოვიდა და მორჩა და მოკვდა არ ხდება რა. მანამდე გადიხარ ძალიან ბევრ მუშაობას გონი საკუთარ თავზე. ანუ მართლა ვინც აცნობიერებს რა პროცესებს გადის, ანუ მუშაობ შენ თავზე, ცდილობ, ანუ იცი როგორი იყო? თითქოს მანამდე ცდილობდი რომ ემუშავა. ანუ
ვითომ რაღაც აი ეგოზე მუშაობ რა, მაგრამ რეალურად მთელი პროცესი იყო ის, რომ ეს მე ვარი შემეყვარა. მე ვინც ვიყავი, ის შემეყვარა ჯერ. მიმეღო ჩემი თავი, როგორიც ვიყავი. ეგ იყო საწყისი ეტაპი ამ ყველაფრის და გავდიოდი ამ პროცესს, რავი, წლების მანძილზე. და მე რაც მოხდა, იყო უკვე აი ეს გაუსაძლისი, აი ჩაიდანი რო ადუღდება და ანუ რო ვერ ხვდები უბრალოდ რა გაწუხებს, რა გაშფოთებს, რა არის, რა ხდება, ანუ რატო ვერ პოულობ შენ თავს, ანუ რაღაცა არ ხარ შენ და გონია ყველა დამნაშავე ამ ყველაფერში რა. ანუ ჩემთან ესე ავხსნიდი, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს გამოყოფა მამაკაცის და ქალის პერსპექტივების რა. ჩემი აზრით, სხვადასხვანაირად გავდივართ ამ პროცესებსაც და იმიტომ რომ ქალის სომატური ვაფშე მდგომარეობა სულ სხვა განსხვავებულია, ხო? მამაკაცის წრე არის ყოველდღიური, მამაკაცის ტესტესტერონი ყოველ დღე იმატებს, ან დილით და საღამოს კლებულობს. ქალის ტესტესტერონი კი არა და რა ქვია მაგას? შემახსენე? ესტროგენი. ანუ თვის მანძილზე მუდმივად, ანუ ერთი თვის მანძილზეა ციკლი, ხო? ანუ ეს არის მთვარის ციკლზე არის ქალი დამოკიდებული ფაქტიურად და ანუ მთელი თვე მიდის. ანუ სხვაობა არის ძალიან დიდი რა, ჩვენ აქმებს შორისაც და ჩვენ შინაგან მდგომარეობებს შორის და ეს მდგომარეობები, როდესაც თითს გაჭრიან ან ხელს გაჭრიან, ხო? განსხვავდება, სად თითს რომ მოიჭრი, ან კიდე რაღაც კივილი. ფეხს რომ მოიჭრი, უფრო მაგრად ტკივა, ხო? იქ რაღაცა ანუ რაც უფრო მეტად განეჯაჭვები შენ თავს, ანუ შუაზე რომ გაიჭრე, ხო? თან ესე. ანუ ძალიან გეტკინება. აი ეგ ხდება, ჩემი აზრით, აი ამ ეგოს სიკვდილის დროს, როდესაც ანუ გახლეჩვა ხდება შენი პიროვნების საერთოდ და მეორე შენი არ არის. მეორე არის ყველასი. აი ეს მეორე შემოდის, ოღონდ შემოდის რა? შენ ამას ეხლიჩები, იმიტომ რომ აუტანელია ეს ტკივილი, მკვდარი ლეში გაქვს მობმული და ამას ეხლიჩები და აი გადადიხარ, სადაც ყველა ერთი ხართ რა, ეს მე ვარ, არის მანდ. ჩემთვის. აი მანამდე ეს fake მე ვარ იყო რაღაც შენ გონია რომ ეს ხარ რაღაცა და ანუ ნინო პაიჭაძე 3.14 და რაღაც და ამ დროს გადიხარ და ანუ სიმშვიდეა მანდ და არ ვერც ხვდები მაგ მომენტს როგორ მივაღწიე რა მომენტი იყო გარდამტეხი რა წამი იყო არ ვიცი მაგრამ მანამდე ის ვიცი რომ ძალიან დიდი ხანი მეგონა რომ მე ეგოზე მუშაობ მე I am Dark Night of the Souls რო ეძახიან სულის ბნელი ღამე იუნგი როგორც ეძახის გავდივარ და ასე შემდეგ თურმე სრულად განსხვავებულია მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ეგო მიდის სამუდამოდ არა რაღაც 2 თვის ინტერვალი შეიძლება კონდეს, როცა სრულად ესე განზუმებული ხარ, შენი თავისგან შეიძლება სარკეში იყურებოდე და ვაფშე რა ვარ, ვინ ვარ, რა მინდა და აი აქ უკვე ფიქრებს როგორც კი თიშავ, ყოველთვის ამას ვამბობ, აი ფიქრები რო ითიშება, იმიტომ რომ ტანჯვაშია იქ რა ის ადამიანი, იქ სამსახურია, ოჯახია თუ რაღაცაა, აი რაღაცა გრევა რო ხდება, ტანჯვაშია და იქ აღარ უნდა იყოს და ანუ ჩათვალე რომ გათიშე რა ის ფილმი რა მოკვდა ის პერსონაჟი და ახალ ფილმს იწყებ რა ოღონდ ახალ ფილმს იწყებ საიდან იცი განა იმ ნოლიდან როცა დაიბადე გაჩნდი გაიზარდე რაღაც არა ახალ ფილმს იწყებ აი ეგრევე 30 წლის ჯოვაკი იჩდება კადრში რა და ოკეი ანუ ეხლა რა მომწონს ეხლა რამე სიამოვნება ანუ მანდედან იწყებ თან მეზე აღარ არის აი რა უნდათ აი რა უნდა იმ ჩემ ზემეს თუნდაც რა რაც მე ვარ, აი მაგ მდგომარეობას ვეძახი, რომ მე ვარ, всё, აი არაფერი აღარ არის სხვა. ანუ აი ეს გაცნობიერებაა, რომ აქ ხარ, შენ ხარ, რაღაცა ხარ, არ ვიცი რა არის, მაგრამ ხარ. всё, სიმშვიდეა სრული და გაძლევს აი ფიქრი რომ ჩერდება ტვინში, გაჩერდა ეს ფიქრი, შემოდის იდეები, რისი გაკეთება გინდა. ანუ განულებული მესმე უკვე ისი გაკეთება გინდა და რა არის შენი? უკვე კიდე აქამდე თუ ვერ ჩაწერდი ვიდეოს ან აქამდე თუ გაღელვებ და იქ რა სიტყვიანი ის რა სიტყვის რაღაც აქ უკვე ანუ უბრალოდ შენ გამოცდილებას გრძნობრო უნდა გაუზიარო, გრძნობრო ვიღაცა სჭირდება. და ანუ დავიწყე ეგრად ძალიან ხშირად მეზარება ვიდეო ჩაწერა ხოლმე, აი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, მაგიტომ არის ახლა ეს პოდკასტებიც რო დავიწყეთ, იმედია რომ უფრო მეტი სივრცე მექნება რომ ვილაპარაკო, იმიტომ რომ წუთნახევარში უბრალოდ რო ვიწყებ, ხვდები რომ ანუ ვეღარ ვჩერდები, ამიტომ მირჩევნია რომ ცოტა დიდხნიანი რაღაცაებიც გავაკეთოთ და იმედია გამოგვივა ეს პოდკასტი. და აი ის სიტუაცია არის რომ
უკვე მეზარებოდა უკვე ბოლოსკენ რა ამ ვიდეოების წერა, მაგრამ ვიცი რომ ეს აი დავალებაა რა. განა მე მინდა რომ აი ვიდეოში გამოჩნდე რაღაც დამალა იქონ მაგარიგო ვიცი რომ მე ვიღაცას ვჭირდები იმიტომ რომ თან ხალხისგან რო გესმის უკვე ეს ახალი ეგოა უკვე ახალი პერსონაჟი ანუ ის ეგო არსად არ მიდის ანუ ეს ილუზიაა რომ ეგო სადღაც გაქრება არა ანუ ახალი პერსონაჟის ეგოა უბრალოდ ეს ეგოც იზრდება რაღაც დონეზე და ჩემი აზრით აქაც იქნება მუდმივი ტრანსფორმაცია მუდმივი ზრდა არის როგორც ალექსანდრემ თქვა ანუ არასოდეს არ ჩერდება სადღაც ანუ თუ გაჩერდი ესე იგი განდეგილი ხარ წახვედი სადღაც და სოციუმში აღარ კონტაქტობ ძალიან მარტივია, ძალიან კარგია, მაგრამ ეგ არ არის ჩემი აზრით განვითარება ის რა განვითარებაც გვჭირდება ჩვენ როგორც human being, ანუ ადამიანს, კაცობრიობას. ჩვენ უნდა ვასწავლოთ სხვებსაც ამისგან განჯაჭვა. აი, ჩახსნა ამ რაღაცეების და ადამიანებს რო უჭირთ და დეპრესიას ეძახის ზოგი და ზოგი რაღაც ტანჯვას ეძახის ზოგი ჯანმრთელობის პრობლემებით მოდის, ხო? ანუ აი მანდედან გამოსავალს აპოვნინებ რომ იცი რა არის ანუ ნელ-ნელა დაიწყე შენც მე როგორც დავიწყე ჩემ ეგოზე მუშაობა თუნდაც რომ ჩემი თავი მიმეღო რაღაცებზე მემსჯელა რაღაცები მეყურებინა აუცილებელია მაგას ყურადღება მიექცეს განსაკუთრებით ჩვენ საუკუნეში რომ ადამიანი ადამიანად შედგეს იმიტომ რომ ადამიანი სულის გარეშე არ არის ადამიანი ჩემი აზრით ანუ სული უნდა მოიპოვო სული არ არის ის რაც უბრალოდ ანუ შენ გაქვს ნაპერწკალი მაგრამ შენ თუ მაგ სულს არ გააღვივებ შენ თუ არ იმუშავებ იმაზე რომ ეძიო ის შენში ესე უბრალოდ რავი ოკეი მარტივად არ მოხდება შენ თვითონაც ეფორტი უნდა ჩადო იცი რა ალექსანდრემაც ახსენა რომ ესეთი მომენტია მუდმივად რაღაც მინიშნებები გეძლევა და ან დღეს მართლა ძალიან დიდი პრობლემაა ეხლა ტექნოლოგიებიდან გამომდინარე ფოკუსი რა იმიტომ რომ დღეში იმდენი აზრი მოდის იმდენი ინფორმაცია რომ აი ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს ვეღარ გაუგია საერთოდ მე ვინ ვარ ჩემი საკეთებელი საქმე რა არის ხან რაღაც ასტროლოგიაში ეძიებიან ხან ნუმეროლოგიაში ხან ეზოთერიაში და ეგეთ მომენტში ადამიანმა როგორ უნდა გაიგოს რომ რომელია სწორი მინიშნება საერთოდ და რა ანუ როგორ უნდა დაიმძიმოს თუნდაც სწორად თავი აი ძალიან კარგი კითხვა იმინა იდეალური კითხვა მაგით ვერაფრით ვერ იზავ მე მაგ რაღაცას რაზეც ახლა ვსაუბრობთ კი მაგრამ ანუ ეგ არის გზა მაგრამ ნახე რა თემაა შენ ხარ აი ამ კვანტურ რეალობაში კვანტურ რეალობას ძალიან მიყვარს ყოველთვის საუბარი ხო ანუ აი ამ ველზე ხარ რა შენ ახლა მოძებნე ასტროლოგი და აი ამ ველის ასტროლოგიას მიიღებ, ამ ველის ნუმეროლოგიას მიიღებ, ამ ველის ცოდნას მიიღებ. რაც უფრო იზრდება შენი სული, შენი ცოდნაც უფრო მაღალ სიხშირული ხდება და შენ უკვე სხვა ასტროლოგთან მიდიხარ, შენ სხვა ნუმეროლოგთან მიდიხარ და ანუ ცადა დედამიწა შეიძლება იყოს შენი პასუხები. იმიტომ რომ იცვლება ველი, როგორც აი ახლა ბოლო 3 დღეა ჯანმრთელობაზე ჩავწერე ვიდეო რა და იმდენი ადამიანის მონაწილეები შემომივიდა, რომ ეს მქონდა და ექიმებთან აღარ მივედი, დავიკიდე, დავიწყე რაღაცა ჩემ თავზე მუშაობა, მივედი აღარ არის. ანუ ხვდები, აი შენ ან ჩააჭერ მაგას და აი იმ ასტროლოგთან რომ მიხვედი და არ მოგეწონა, არ გესიამოვნა და იმის მაგივრად რომ დაიწყო მაგაზე მუშაობა და გაარკვიო რა არ მოგწონს, რა არ გსიამოვნებს მაგ ასტროლოგიურ პროგნოზში, მაგალითად ან ნუმეროლოგიაში რაც გითხრეს და დაიწყო მანდედან აღმოცენება შენი ახალი მესი, იმიტომ რომ გითხრეს რომ ლიდერი ვერ ხარ, ესე იგი გეტკინა. ანუ გინდა რომ ლიდერი იყო. დავა იმუშავე მაგაზე. ანუ ხვდები, ნელ-ნელა მუშაობ და მე სხვა ასტროლოგთან მიხვალ და გეტყვის რომ შენ ხარ დაბადებული ლიდერის ფუნქციებით. ანუ შენ როდესაც მიხვალ ექიმთან გეტყვის რომ კვდებიო და ისაო და ეს რაღაცა, ანუ შენ თუ მან ჩააჭერ, შენ თუ დაიწყებ მაგის ძიებას, შენ თუ მიხვალ სხვა ექიმებთან, გადაამოწმებ აი ამ სტრესის ფონზე, აი ამ ნერვული აშლილობის ფონზე, რომ აი მე ხლა ეს რაღაცა მჭირს და აი რა გავაკეთო და შენ უკვე დაიმართე ეგ რაღაცა იმ ენერგეტიკულ რელსებზე ზიხარ და უფრო და უფრო იმყარებს სიმყარეში შედიხარ რომ შენავად ხარ იმის ეხა ძალიან ბევრი ეხა შეიძლება თუ წმენა არ გაქვს საკუთარი თავის რა თქმა უნდა ყველას გირჩევთ იაროთ ექიმთან მე შარით არ მომდოთ რომ აი მითხრეს ექიმებმა და მე აღარ მივედი ანუ მანდ შენი რწმენის დონე უნდა აწიო ისე ზე მდგომად რომ განა ქრისტე კურნავდა ადამიანს ქრისტე ეუბნებოდა იწამე და
და განიკურნები. ანუ თვითონ ადამიანშია ეს ყველაფერი, ხვდები? არაერთი კვლევაც არის და კლინიკური დადასტურებაც რეალურად რწმენის საშუალებით რომ ადამიანებს რაც ქრონიკულებიც კი დაუმარცხებს. ბატონო. და ძალიან ბევრმა მომწერა ახლა ამ დღეების მანძილზე რომ ქრონიკული დაავადებები და რავი კისტები თავში და იმაში და ამაში და ანუ განიკურნა ხალხი როგორ? ანუ ოპერაციაზე შევყავდიო და შემამოწმესო და აღარ მქონდაო. ანუ იცი რა მითხარი, ახსენე რომ ძალიან მნიშვნელოვანიაო საკუთარი თავის მიღება და მიმღებლობაო და აი მაგ ინფორმაციულ ნაკადში როცა ერთი ასტროლოგი რაღაცას გეუბნება, მეორე მე შინაგანი მე გეუბნება, ანუ ცოტა რთულია გაიგო რომელი შენი მხარე უნდა მიიღო რა. აი შენ შემთხვევაში რა დაგეხმარა თუ ესე ასე დამძიმდი ერთიანად აფეთქდი არა, ყველაფერი იყო ერთად, ყველაფერი ერთად ეტაპობრივად ემატებოდა, რავი, 12 წლის ვიყავი კომპიუტერი რომ პირველად მომიტანეს და 12 წლიდან მე, ანუ მანამდე წიგნებს ვკითხულობდი ასტროლოგიურს, ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ მანდედან მოყოლებული მე რეებიც ინტერნეტში მოვიძიე რა, რაცაც ანუ 12 წლიდან წარმოიდგინა, მუდმივად მაინტერესებდა ეს თემები და მუდმივად რაღაცებს ვეძიებოდი და ანუ რაც წამოვიდა, ეს ხო მუდმივად დამუშავების პროცესი იყო. ანუ 12 წლის ასაკში რო კითხულობ, რომ 33-დან 35 წლამდე არის საუკეთესო ასაკი რო ბავშვი გაარჩინო, ხო? უკვე 12 წლიდან მახსოვს ეს და უკვე ანუ მანდ ვარ, გაიგე? ჩემთან მოვიდა ეს ინფორმაცია ვიღაცისთვის 25 წლის ასაკშია საუკეთესო და იმან ეგ წაიკითხა. ნახე მე მაგ ინფორმაციასთან კომფორტულად ვიგრძენი თავი. შესაბამისად ეგ ჩემთვის იყო ყველას ერთი გზა არ გვაქვს. და ყველას ერთნაირი ის არ გვაქვს, რა ქვია, ბიოლოგიაც რა, ზოგისთვის ღამე ჭამა მოსულა და ზოგისთვის ღამე გათენება მოსულა რა. ყველა განსხვავებულები ვართ და ის რომ რაღაც უნივერსალური რაღაცა არსებობს, რაც არის სწორი, მე ერთი რაღაცა ვნახე და მივაგენი, რაც არის სწორი, ანუ შეიძლება თემიდან გადავუხვიე საერთოდ. ჩემთვის ეს უნივერსალური რაღაცა არის ადამიანობა და აი ქართველებს ძალიან გვახასიათებთ ოჯახი. ანუ ოჯახში რომ პრობლემებს აგვარებ, ოჯახში რომ მშვიდობა შეინარჩუნებ, კარგ ოჯახს რომ შექმნი და შეძლებ, რომ შეინარჩუნო ისე და აი ეს იმიტომ რომ 24 შვიდზე ვისთანაც ხარ, ის არის შენი ანარეკლი და მასში ამუშავებ შენ პრობლემებს, შენი თავის პრობლემებს. აი მანდ ხარ შემდგარი ადამიანი რა. აი საკითხს შეეხე პრინციპში რა. აი ეს როგორ ხდება, ანუ აი ერთია რომ შენ რაღაც ეს ეგოს აფეთქებები მოგივიდეს, გაანულო პიროვნება, მაგრამ ძალიან რთულია, როცა ეგ ურთიერთობაში გემართება, ხო? შეიძლება უცებ ამ რა იქნება შემთხვევები დარწმუნებული ვარ და მე რაც ვსმენია, რომ უცებ ამ ეგოს ტრანსფორმაციის მომენტში აიდენტიფიცირებენ, რომ საერთოდ სხვა ადამიანთან არიან. კი, და არ უნდა იყო, იმიტომ რომ ეს ვაფშე სხვა ადამიანი რაღაც ანუ ეგეთები ხდება, ოღონდ ეგოსიკვდილამდე. ხო. ანუ ეგოსიკვდილი რომ მოდის უკვე და რო დადგება, მანამდე თუ არ წახვედი არსად, მე აღარ წახვალ. ეგრეთ წოდებული მინიშნებები მანამდე იწყება, მაგრამ ძალიან რთულია ალბათ. ძალიან რთულია რომ განსაზღვრო ზუსტად ის რომ რომელია სწორი გზა. ძალიან ბევრჯერ შეცდები, მაგრამ თუ არ შეცდი, ვერ გაიგებ სწორი პასუხი რა არის. ანუ ის არის პროცესი რომ შეცდები, ის არის პროცესი რომ დაიჯერებ რომ ლიდერი არ ხარ. ის არის პროცესი რომ დაიჯერებ რომ ამ კაცს უნდა დაშორდე და ეს შენი არ არის. ანუ ეგ პროცესია. ხო. სულ ამბობდი ხოლმე რომ აი ურთიერთობა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ერთი არსება ადამიანი, რომელმაც თავისი თავი არ აყავს შეცნობილი, ურთიერთქმედებს მეორე შეუცნობელ არსებასთან რა. აი შენი პერსპექტივით ალექს, ეს ყველაფერნაირი ტრანსფორმაცია, იმიტომ რომ ურთიერთობაში როცა ხარ, ოჯახი გყავს, მეორე ნახევარი გყავს, ანუ ვაფშე სხვადასხვა დროს შეიძლება მოხდეს, ხო? ანუ აი key point-ი რა არის, როგორ შეიძლება დაამენეჯმენტო ისე, იმიტომ რომ ამ დროს რეალურად რაღაც შეიძლება ურთიერთობა რაღაც რისკის ქვეშაც დააყენო, ხო? იმიტომ რომ უცებ პიროვნებას ანულებ, რაღაც ანულებ და ნინომ რაზეც ისაუბრა ეს ანარეკლები ერთად სწორად როგორ მუშაობენ ურთიერთობაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი кейსია მართლა რომ აი უცებ რაღაც 10 წლიანი თანაცხოვრების მერე იმდენად კრიტიკული მომენტი აქვს ადამიანს, რომ ეგ სწორად თუ ვერ გადალახა არ ისაუბრა, დართულია მაგის ერთად თანაცხოვრებაში დამუშავება. ჯერ ერთი რაღაც მინდა რომ დავაზუსტოთ. როცა ვამბობთ ეგოს სიკვდილს, აი აქ ტერმინთა განმარტება მინდა რომ შევთანხმდეთ ტერმინებზე, რომ ხო
რომ რეალურად ეგოს სიკვდილი არაერთი ეგოს გულისხმობთ, მაგრამ რომ მაყურებელ მოფიქროს სწორად რო გაიგოს, რომ ეგოს სიკვდილია, ეგო არ გტება არსად, სამყაროში არაფერი არ გტება. მე დაკარგვას უფრო ვეძახი, ანუ რაღაც მომენტში კარგავ ცოტა ხანი ტიპს რა, ანუ შენ თავს. აი ცოტა ისე მხატვრულად რო ახსნათ, ეს არის შენი ეგო, რომელიც ერთი და იგივე ეგო არის, რომელიც არის უკიდურეს ეგოისტურ გამოვლენებაში, ანუ მინუს უსასრულობით ესე ვთქვათ და იგივე ეგო არის, აი ამ იგივე ღერძის მეორე მხარეს, ეს არის უკვე აბსოლუტი რაც არის. ანუ ერთი და იგივე არის. ეს არის თელი თვით შემეცნების გზა არის პატარა ეგოდან უმაღლეს მემდე, აი ეს გზა. მაგრამ აქ სიკვდილი არ ხდება, აქ ხდება ტრანსფორმაცია, ანუ ხდება ზრდა. აი რაც თქვი რომ შენ რო რაღაცა თავი გეგონა და აი მე რო არის, აი შენი აი რასთანაც აიგივებ და აიდენტიფიცირებ თავს, ის ხარ შენ. რეალურად რა, ანუ თუ სხეული, თუ ფიქრი გონია რო ხარ, ფიქრი ხარ, თუ ემოციების სხეული, ის ანუ სადაც აი იტყვი რომ მე ვარ, აი შენი აღქმა რაც არის, რეალურად ეს არის და ეგო სიკვდილი, იმიტომ ნუ ტერმინში ლამაზად და მხატვრულად არის. ჩემი ტერმინი საერთოდ არ არის, იუნგის არის მგონი. ხო, რომ ნუ აი თითქოს ის რაღაცა გტება და ახალიბადება, მაგრამ რეალურად არაფერი არ გტება, ეს ერთი და იგივეა, რომელიც ტრანსფორმირებს. აი მარტივად რო თქვათ, რომ აი სარბოლო მანქანა რო წარმოიდგინო და ბოქსებში რო შევიდეს და ერთი მძღოლი რო გადმოიждდეს და მეორე რო დაჯდეს რა, ეს ახალი მძღოლი, აი სვეჟი მძღოლია რა, ის აი დაახლოებით ხო. ხო და აი 0-დან იზრდება თქო, ზუსტად მაგას გულისხმობ, ახალი ტიპია რა. ხო, ხო, ის არის რა, ის უკეთესი ვერსია ისევ იმ ძველი. აპგრეიდის. რაც შეეხება ახლა ოჯახს, ოჯახი არის ყველაზე კარგი საზომი იმისთვის, რომ მიხდე რეალურად რა ცნობიერების მდგომარეობაში ხარ და როგორ მუშაობს ან პრაქტიკები ან შემეცნების პროცესი რა მდგომარეობაში არის. იმიტომ რომ მან ერთი ძალიან საინტერესო რაღაცა ხდება. რომ ვიწყებთ მაგალითად აი ტრანსფორმაციებს, ხო, რაღაც სხვადასხვა ტექნიკებს, მედიტაციებს, იმას, ამას, იოგებს, რავი, რაღაცა 1000 რაღაც სისულელებს ვაკეთებთ, ზოგს კარგ, ზოგს ცუდს და ეს ყველაფერი საკუთარი თავისთვის არის, რა თქმა უნდა, სისულელები, რა თქმა უნდა, ბჭყალებში და რაღაც დონეზე ვხედავთ, რომ აი რაღაც ასპექტი გამოსწორდა, რაღაც სხვა ასპექტი გამოსწორდა, მაგალითად აი თუ ბრაზიანი ვიყავი, აღარ ვარ ბრაზიანი, თუ ეჭვიანი ვიყავი, სხვა და აღარ ვიყავი ეჭვიანი, ანუ შენი თავის უკეთესი ვერსია არის რა. და აი ამას ნელ-ნელა შენ თავს აშენებ, ხო? რაღაცა მდგომარეობა არ მოგწონს რაღაცას, შეგიძლია შეცვალო რაღაცა, შეგიძლია ნუ შენ თავში აღქმის დონეზე. და ოჯახი არის ყველაზე კარგი ტრენაჟორი, იმიტომ რომ რეალურად ოჯახში არ გჭირდება ეგო, ურთიერთო ოჯახის წევრებთან. დანარჩენი რომ შევხედოთ, მაინც სადღაც რაც არ უნდა მუშაობდეს შენ თავზე საზოგადოებაში, მაინც იყენებ, ასე რომ ვთქვათ, შენ ნიღაბებს, აი სხვადასხვა ნიღბები. სხვადასხვა ნიღბები გაქვს, აი იმ საზოგადოებაში ისე იქცევი, მაგალითად იმ ადგილას ესე იქცევი, რაღაცა მაინც ამ საზოგადოებრივ სტანდარტებს მაინც ერგები, მეგობართან სხვანაირი ხარ, აი ოჯახის წევრთან უკვე აღარ გჭირდება არანაირი როლის მორგება, იმიტომ რომ ზუსტად გიცნობს დედა შენი როგორი ხარ, შენ ზუსტად გიცნობს შენი შვილი როგორი ხარ, ან თუნდაც ოჯახის წევრები და იქ უკვე ურთიერთობა მიდის ყველანაირი ეგოს გარეშე. და თუ გაინტერესებს რეალურად როგორ ბრაზდები, ან როგორ ეჭვიანობ, ან რა აქტივა, ან რა არ აქტივა და სად გაქვს სამუშაო, უფრო მეტი ოჯახის წევრები არიან იდეალური მაგალითი მაგისთვის. იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ რაღაც აი ტექნიკებს ვაკეთებთ, რაღაც სულიერი მდგომარეობა, სიმშვიდის მდგომარეობა და მივალთ, ყველაფერი ნარნარად არის, კარგად არის, მიდიხარ სახლში და ერთმა სიტყვამ შეიძლება დედის ნათქვამა ან ვიღაცა და ისე ამოგაგდოს, რომ საერთოდ ყველაფერი წყალში ჩაგიყაროს. აი რეალურად რთულია ურთიერთობა და ხშირ შემთხვევაში თუ ამ დროს ადამიანმა დაიწყო გადაბრალება, წეგან რაც მომახსენა სხვისი ბრალია, დედის ბრალია, მეუღლის ბრალია, იმის ბრალია, ამის ბრალია, მდგომარეობის ბრალია, რაღაცის ბრალია, მაშინ მაგ შემთხვევაში ძალიან რთულდება, კიდევ უფრო რთულდება. შენ თუნდაც არ ამუშავებს და გაურბის, ხო? ხო, ანუ უარს ამბობ რა შენ ტრანსფორმაციაზე, იმიტომ რომ როდესაც ვიღაცის ბრალია, შენ ავტომატურად ის დამნაშავეა და შენ დაზარალებული ხარ და სანამ დაზარალებული ხარ, მსხვერპლი ხარ და თუ მსხვერპლი ხარ, მაშინ უნდა იჯდე და ელოდო რომ გარეთ რაღაც როდი შეიცვლება. ანუ შენ მსხვერპლი სანამ ხარ, ვერაფერს ვერ შეცვლი გარეთ. და ეს არის ყველაზე დიდი ილუზია, რაც შენმა ტვინმა შეიძლება შემოგთავაზოს. რეალურად რა. იგივე რაც ნეონაც ახსენა, მიღება იმის, რომ თუ რამე იქ პროცესი მიმდინარეობს, რა ვიცი, რამე, ასე ვთქვათ, ტრამვაისის ჩემია და არა ის, რომ რაღაცა იმის ბრალია, ამის ბრალია. თვალის გასწორება აუცილებელი არის რა, რაღაც ეტაპზე.
და ეს არის ძალიან მტკივნეული, იმიტომ რომ შენ რო გონია რომ კარგი გოგო ხარ, ან შენ რო გონია კარგი ბიჭი ხარ და ამაზე შენ კარგად იმუშავებ, შეიძლება შენმა ეგო მისა კარგად გადაგიმალა ეს თვისებები და რეალურად საერთოდ ახლა ეგეთი, ხო, შეგიფუთა. შეიძლება ამას სულიერი ეგოც დავარქვათ, იმიტომ რომ არის ძალიან ხშირად რომ რაღაცა პრაქტიკების მეშვეობით რა ადამიანი მიდის რაღაც დონემდე და აი რო ჩათვლის რო ივსო, აი მან ყველაზე მეტად მათ ტყუდება რა, აი მან არის ყველაზე დიდ შეცდომაში შეყვანილი რა და ისევ ეგოთი მოქმედებს, მაგრამ ისი ეგო უკვე არ არის აი ყველა მანდარი ჩემი აზრით, მაინც ყველა მანდარი, ანუ საბოლოო ჯამში ყველა მანდ ვართ, ოღონდ თავარი, ჩემთვის თავარი არის ხოლმე, ბოდიში შეგაწყვეტინეთ. ჩემი აზრით ესეთი უნდა იყოს რაღაც დისკუსიის პირობებში. აი ჩემი აზრით მანდარი ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ არასოდეს არ მორჩე პროცესს იმის რომ შეამჩნიე აქ რაღაცა ნიტოთ საკეთებ და ანუ ისევ წახვიდე რა არის ნიტო რას ვერ მორჩები პროცესში შენ უნდა მორჩეს პროცესი ხო მაგრამ აი ნახე ურთიერთობაში რასაც ვამბობთ მე რა შევამჩნიე რა ტენდენცია რაც შეიძლება ძალიან ბევრი რაღაც ყველაფერი ის ბრაზები ისინი ესენი მოიშორე მაგრამ რაღაცა სიღრმეში კიდე იყო რაც ამოტივტივდება და საერთოდ ახალი პროგრამა. ზუსტად, ხო. საერთოდ ახალი, ვაფშე არ შეგხვედრია ეგეთი რაღაცა შენ თავში და შენ ამ დროს თუ პარტნიორს გაეკეცი ის მიზეზი არ მუშაობ. და მე მეორე, მესამე, მეოთხე და მე გვიკვირს ერთნაირი დეგენერატები რატო ხვდები ხო და ხო, მაგას ვაძახი, კარმას ვერ გაექცევი. კარმა ვაძახი გაკვეთილს, ანუ შეიძლება სანსკრიტზე სულ სხვა რაღაცას ნიშნავს, ან რაღაცა მე გიხსნით ქართულად, ის კარმა რო არ გაზის კალონკები თუ რაღაცა, აი ეგ კარმა არის ის, რომ გაკვეთილი გაქვს სასწაული, რაც არ უნდა ცვალო პარტნიორი, რაც არ უნდა შეეცადო რომ აი დედამთილია ისა იქ ვიღაცა აი ყოველთვის მე ესე მეკცევიან ან რაღაც აზრი არა აქვს შენ სანამ შენ თავში არ დაუკვირდები ეგ რატო ხდება და მაგიტომ არის საჭირო ხოლმე მუშაობა ჩემი აზრით იქ ფსიქოლოგთან იქ ენერგეტიკული კონსულტაციები იქნება თუ ინტუიტიური კოუჩინგი ანუ ძალიან კარგია რომ დაგანახონ მიზეზი საიდან მოდის ანუ რო საუბრობს ადამიანი ხშირად კონსულტაციებზე თვითონაც ვერ ამჩნევს ისე 1-2 სიტყვაში ისე გამოეპარება რომ всё ვიცი ანუ ვიცი საიდან არის ეგ პრობლემა რა რატომ მეორდება ეგ პრობლემა ხო და აი პრობლემა როგორც კი ურთიერთობაში როგორც კი ბოლოში გქონდა ხო რაღაც პრობლემები აი მომენტი იყო რომ ოკეი აქ დავაფიქსირე მე რომ ჩემთან არის ისევ ნახე ყველაზე დიდი ბუსტი ჩემთან არის რაღაც მაპატია თან შეიძლება გაურკვევლად საუბრობ მაგრამ მოვიდა ჩემთან რაღაც ისეთი რაც აქამდე არ შემხვედრია უფრო რთული ამოცანა ანუ იმიტომ რომ ზედაპირზე რომ მოაგვარებ რაღაცებს რომ გაუშვებ მე უკვე კიდე უფრო ქვემო და სიღრმეში რომ გაიზარდო მაღლა კიდე უფრო რთული პრობლემები მოდის ამიტომ ის არ არის რომ გასხივოსდი და უკვე პრობლემა არ გექნება ეგეთი რაღაც არ არის თუ საზოგადოებაში ცხოვრობ თუ სოციუმში ცხოვრობ კიდე უფრო მეტ სამუშაოს მოგცემს ჩემი აზრით სამყარო ხო თუ გინდა რომ კიდე უფრო მეტი პროგრესი გქონდეს თორე შეგიძლია ნებისმიერ მომენტში გაჩერდე ანუ გაჩერება შეგიძლია რა მაგრამ ცხოვრება მუდმივად გრძელდება და შენს გარშემო იცვლება ამიტომ ხო მარტივად რო ვთქვათ რა თუ ადამიანი ამ პროცესში არ მიყვება განდეგილობის გზას ძალიან ჩვეულებრივი მომენტია რომ დაუდგეს ეგეთი ასე ვთქვათ შემთხვევა ცხოვრებაში თქვას რომ მე ვინ ჯანდაბა ვარ არა თუ მე ვინ ჯანდაბა ვარ ეს ვიღაა საერთოდ ჩემ გვერდით მაგრამ პრაქტიკა ასე ვთქვათ ჭყალებში რჩევა ისეთი ნათქვამია ხოლმე ძირითადად უმჯობესია რომ კი არ თქვა რომ მე ვინ ჯანდაბა ვარ შევიცვალო ან პარტნიორი შევიცვალო ასე შემდეგ უბრალოდ დაიწყო პირველ რიგში ამ ყველაფრის გამოკვლევა რატომ მოვიდა ეს გამოცდილება ჩემთან და რა მაქვს აქედან სასწაული მიზეზის ძებნა და არა შედეგებთან ბრძოლა ხო შედეგებთან არ ვიცი მიზეზი რატო არის ეს ანუ საიდან მოდის ანუ რას მოაქვს სად მივყავართ ამას კარმამდე ძალიან ბევრ რაღაცამდე მივყავართ გენეტიკური კარმაც რო ჩათვალო და ეხლა ადამიანებიდან მოყოლებული რო ჩავთვალოთ მანდედან ვართ ანუ ვინ რა გააკეთა შენ ხო გენეტიკურ კოდში გიწერია ეს ხორცი ხო მაგისგანაა შემდგარი ხო ანუ რეალურად ხო და დნმ რა არის ანტენაა ჩვეულებრივად და ანტენას რა როგორ დაასეტებ და დატუნინგებ ისე სიხშირეს დაიჭერს და რაც უფრო მაღალ სიხშირეს იჭერთ ანუ მით უფრო მეტ კარმას წმინდა მით უფრო მეტ გაკვეთილს გადიხარ ანუ პირველ კლასში აღარ ხარ მე-12-ში ხარ graduation-ზე გადიხარ და graduation-ზე ეგო ყვდება, მაგრამ აი ეს პროცესი დამეთანხმები ალბათ ალექსანდრე რომ აი მერე თუ კიდე ხდება ეგეთი რაღაცები, ის ერთი გარდამტეხი ეგო სიკვდილი, რასაც ვეძახით, ჩემი აზრით. მერე უკვე
გაცილებით მარტივია ამ ყველაფრის აი შენ თავისგან დიასოციაცია, გამოსვლა მდგომარეობიდან გადახედვა სიტუაციის და გაანალიზება. იმიტომ რომ პირველი ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველი გაკეთებინებს ზუსტად იმას, რომ აი მანამდე რომ აი სიტყვაზე ერთ ფანჯარაში იყურები, სიტყვაზე თელი ცხოვრება ერთ ფანჯარაში იყურები, აი რასაც პირობითად ეგოსიქტურს ვეძახით არის ის, როდესაც რაღაცა მოვლენიდან გამომდინარე, ძირითადად რთული ცხოვრებისეული სიტუაციიდან გამომდინარე, სხვა გზა არ რჩება, რომ ეგო ცოტა უკან არ გაიწიოს და ეს ცოტა უკან გაწევა ცნობიერად თუ ხდება და მანამდე აი პატარა ერთ ფორტოჭკიდან იყურება და უცბად აცნობიერებს, რომ ძალიან ბევრი ფანჯარა არის რა და ამ ყველა ფანჯარაში შეუძლია გაიხედოს და ერთდროულად შეუძლია თან გაიხედოს აი თუ შეიძლება სწორად როში რაღაც აი ამ შევადაროთ და ის არა და მანამდე იმ რაღაც ერთ პატარა ფანჯარას ხარ მიჯაჭულდოთ აი ეპოტინები ბოლომდე რომ აი ჩხილებით კბილებით რომ ხო მაქსიმალურად იმიტომ რომ იმ ფანჯარასთან აიგივებ თავს და აი გარი რა ისო გაიგივებამდე მივდივართ ანუ რასთან ვაიგივებთ თავს აი რა გგონია რომ ვართ ხო და აი რაც გგონია რომ ხარ ის უნდა მოგკდეს ყველა მოგკდეს გარდა იქნას აუცილებლად ყველანაირად იმიტომ რომ სხვა შანსი არ არის მაგას სულ ხსნი როგორც პატარა ფლეშკა რა ანუ შენ იბადები ხარ ფლეშკა რომელია ის რომ შეუერთებ და ფორმატ ახალი ფლეშკები რო არის შეუერთებ და დაფორმატებული ფაილია რა ანუ რამდენ საათქნარებს ხედავ წმინდავთ რა წმენდა მიდის რა ხო და აი ამ ფლეშკას რო შეაერთებ ფორმატ დისკ არის რა რაღაცა მოყვება თავისი საბაზისო ხო ანუ შენ ეგ საბაზისო არის ის გენეტიკური ინფორმაცია კაროჩე რაც მოყვება მშობლებიდან შენ ეს ფორმატი გაქვს გადაკრული ლინზა გაქვს თვალზე და მაგ ლინზიდან უყურებ ყველაფერს. ესე იგი მე და ალექსანდრეს რო გაგვევლო ერთნაირი სიუჟეტი, ჩემს ხელში რო ყოფილიყო და გაევლო ზუსტად იგივე სიუჟეტი, მაგრამ თავისი ლინზით სულ სხვანაირად აღიქვავდა. მიხვდი? და ეს ლინზა არის უკვე ჩვენი წინაპრები. ეს ლინზა არის უკვე ერთ-ერთი მახასიათებელი კარმის ასევე და ეს კარმა როგორ გონიათ რომ შემდეგ ცხოვრებაში მე მოვკლავ მე ვიღაცას ანუ ვიღაც მომიკვდება აი ესე კი არ მოქმედებს შენ აქ რა გადაწყვეტილებებს იღებ იქ შენ შემდეგი ცხოვრება ანუ პარალელური ცხოვრება იქვე ხდება ეს რაღაც პროცესი ხვდები აქ სწორი გადაწყვეტილების მიღებით იქ ახლავე იცვლება პროცესი ხვდები? ანუ ერთი ცხოვრება გეძლევა და ყველა დანარჩენი ერთად არის მაგ ყველაფერთან და ყველა ანუ კიდე უფრო განზუმვა რო გავაკეთოთ. შენი ცხოვრებაც გავლილი გვაქვს, ალექსანდრეს ცხოვრებაც გავლილი გვაქვს, ანუ კიდე უფრო განზუმვა რო გავაკეთოთ. ვაფშე მთელი სამყაროს ცხოვრებიდან ეს ერთ სული, რასაც ვამბობ, რომ მარტო სული და რაღაცა, ხო? აი ეს ღმერთი არის ის ერთი ენერგია, რომელშიც ყველა დაერთებული ვართ. უბრალოდ ხან ჭიქა ხარ, ხან ქვა ხარ, ხან ალექსანდრე ხარ, ხან ლევანი ხარ და ასე შემდეგ. ანუ ეგ ხდება რა და რას მოვაყოლე ეგ ისტორია? ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესოა, ხო, აქ ერთს დავაზუსტებ, რომ ზუსტად იმ მომენტს გულისხმობ, რაც ეგოს სიკვდილის დროს იგრძენი, რომ მე ერთი ვშხრი რომ მე ვარ, მაგრამ თან ყველა გავაგრძელებ, მაპატიეთ, აი დაკონექტა. ანუ იმ ფლეშკაზე ის ფორმატის ლინზა რო ჩათვალე რა, ლინზა რომ მეყენა მე მთელი ცხოვრება გავიარე ისე როგორც ანუ დედაჩემი იყო, იქ გაშორდა ქმარს, იქ ბებიაჩემი იყო, იქ ის გაშორდა ქმარს, ანუ ეს მომყვა მე და მე რო ამაც გაცნობია ვაფშე აზე არ ვარ რა კარმა არის კარმა რა გენეტიკური რაღაც ტრავმები რაღაცები აზე არა ვარ და ვცხოვრობ და მე მოდის პერიოდი რომ არა ჩემთან ეგ არ მოხდება რა მე უკვე უნდა შევცვალო და აი ეგოზე ვმუშაობ და რაღაც და ბრაღდა მაინც მოხდა რატო იმიტომ რომ შენ ბოლომდე არ გააცნობიერე რა გქონდა იგასავლელი ხვდები არ იცოდი რომ ეს კარმა ეს გელის რა ეს შენ გააცნობიერე მაგრამ არ დაამუშავე კარმა არ დაიწყო და შეგვიძლია ცოტა ადამიანურად რო ახსნათ ეს რასაც საუბრობთ უფრო გასაგები რო იყოს ეს პირდაპირ გაგებით შეიძლება იყოს სხეულში სტრესი ანუ სტრესი რომელიც განსაზღვრავს რომელიც არის შენ ნერვულ სისტემაში აფორმირებს შენ ნერვულ სისტემას და რაც უფრო მეტი სტრესი არის ეს იმას ნიშნავს რომ უფრო მეტი დაბრკოლება არის შენ ნერვულ სისტემაში ეს იმას ნიშნავს რომ აი ის გენეტიკა რა გენეტიკური ის მემკვიდრეობით რაც გადმოგეცა ისიც ვერ მუშაობს იმ ალგორითმით რითაც უნდა მუშაობდეს იმიტომ რომ აი ეს
სტრესები, ანუ ის არმები ადრე რაც განგიხორცელებია, ის ახლა დღეს უნდა დაიწვას, ანუ ის შენში არის დასამუშავებელი არის. აი ეს ლინზა ზუსტად აი ეგ არის, რომ გაასუფთავო. კი, აი ეს ყვითელი ლინზა სულ გახედებდა იმას, რომ აი ამ რაღაცას გაჩვენებდა და ყვითელზე გაჭერდა ძალიან. წეღან როგორც თქვი რა, ანუ რომ სტრესი, ანუ მერე საბოლოო ჯამში სხეულში ჩაგიჯდა, თვისებაში ჩაგიჯდა, ემოციაში ჩაგიჯდა, ეგ ყვითელი ლინზის წითელ სრუგზე ყურება და სტაფილოსფერა დააღიქვა, ხვდები? და აი ეს სტრესი, რომელიც შეიძლება ორგანიზმში იყოს, სხეულში იყოს, ხო? ან გაცნობიერებით უნდა მიხვიდე მაგასთან, ან იოგის გზით უნდა მიხვიდე და აი პრაქტიკებით და მედიტაციებით თუნდაც თემი რასაც აკეთებს და ძალიან ბევრი მე პირადად მაგით რახან არ გამივლია, ეგ მე ვერ ვიტყვი რომ ეგ არის ჩემთვის უნივერსალური გზა არ არსებობს, ყველასთვის არსებობს განსხვავებული გზა და ყველამ უნდა ეძიოს რა არის მისი გზა. ვერავინ ვერ მოვა და ვერ გეტყვის რომ შენ ეს გავაკეთე და უეჭველი გაგიხსნის. არ არის ეგრე რა. 100% ეგრეა. თუმცა ყველას მიმართულება ერთი და იგივე დანიშნულება არის. ანუ ერთი და იგივე დანიშნულება. კარმა დაწვა. ხო. ანუ ასე რომ ვთქვათ, ზღვასთან რო გინოდეს მისვლა. ხო და ვიღაცა ცოტა ახლოს არის ზღვასთან, ახლოს ცხოვრობს ზღვასთან და ცოტა ნაკლები აქვს ასე რომ ვიღაცა ცოტა შორს ცხოვრობს ზღვისგან და ცოტა უფრო მეტად. რაც უფრო შორს ცხოვრობს, ის უფრო მეტად განვითარებულია მერე რომ სხვებს ასწავლოს როგორ მივიდეს ზღვამდე. უფრო მეტი უწევს რა და ყველა რეალურად აი ამ მიმართულებით მიდივართ, რომ დანიშნულება არის ზღვა. ვიღაცა შეიძლება წავიდეს ფეხით, ვიღაცა თვითმფრინავით, ვიღაცა მანქანით, ვიღაცა ზადნით. ზუსტად. ხო. აი გზები რაც არის, რაზეც მქონდა საუბარი, იოგა იქნება თუ ეკლესია იქნება თუ რაც არ უნდა იყოს, მოკლედ თვითშემეცნების ყველა გზა მაგ ზღვამდე მიდის, მაგრამ არსებობს ყველა გზა უნიკალურია, მაგრამ არსებობს ერთი ტექნოლოგია, იმიტომ რომ ტექნოლოგია ის გულისხმობს, რომ ანუ ერთი დანიშნულება არის და მაგალითად ერთ-ერთი ტექნოლოგია, რომელიც არის ტრანსცენდენტული მედიტაცია, არის ძალიან მარტივი და ძალიან ბუნებრივი პროცესი, რომ ადამიანი მაგ მდგომარეობამდე მიიყვანოს. იმიტომ რომ ძალიან ძლიერად წვავს კარმას, ანუ იმ სტრესებს, რომელიც არის ძალიან ღრმად ჩამჯდარი სტრესები და არა მარტო ამ ცხოვრების, აი თეორიულად რო თქვა, აი წინა ცხოვრებების კარმა, რომელიც ეხლა აქ არის და რომელიც ერთდროულად ხდება და ნინომ ძალიან კარგად თქვა, რომ შენ ეხლა აქ რაღაცას რო ცვლი, წარსულიც იცვლება და მომავალიც იცვლება, ანუ აი აქ იცვლება, ამ წამში იცვლება ეს ყველაფერი. აი რაც გვაქვს რეალურად არის ეს წამი. და აი ამ წამში ყურადღებით ყოფნა არის თელი გაცნობიერების პროცესი, ანუ ყოფიერად ყოფნა ამ წამში. და თელი მუღამი რეალურად ეგ არის რა და რო დავაკვირდეთ ყველაფერი ხელს გვიშლის ამაში. ანუ ყველაფერი ჩვენ ყურადღებაზე ნადირობს, ასე ვთქვით. ხო, იმიტომ რომ სადაც არის შენი ყურადღება, იქ ახარ რეალურად, აი იმას ცხოვრობ რეალურად რა, ხო? და მაგალითად ახლა ჩვენ გგონია რომ აი მაგალითად აი ზეგან საუბრობდით რომ რაღაც კარმულ ურთიერთობებზე ან რაღაცა თუნდაც წყვილზე რომ ერთმა პარტნიორმა მეორე პარტნიორს რაღაცა აწყენინა, რაღაცა ცუდად უთხრა ამას, რაღაც ეთკინა რა, ეგოს ეთკინა, გულს მოხვდა რაღაც რეალურად გული არ არის, მაგრამ აი გონია რომ აი გული კაკის ჭუყდა და აი ცუდად ხარ და რა. აი ეს მდგომარეობა რაც არის ანუ ადამიანს შორის შეიძლება იმდენად თავისთავადი პროცესი იყოს, რომ არც ერთი არ იყოს დამნაშავე. თავისთავად ხდებოდა რაღაცა სცენარი გათამაშდა, რაღაცა კარმა დაბრუნდა პირობითად. მაგრამ ეს ერთხელ მოხდა. აი მოხდა რა, ერთხელ მითხრა მან სიტყვა რა, ეს სიტყვა გრძელდებოდა სულ 5 წამი. და ტკივილი რომელიც შეიძლება ამან გამოიწვიოს, შეიძლება გაგრძელდეს 5 წელი. წარმოიდგინე რამ ხელა სისულელეა, რა ამ ხელა სისულელეში ცხოვრობთ, ანუ ტვინი რანაირად არის მოწყობილი. ამ ადამიანმა 5 წამი გააკეთა რაღაც აქციელი, 5 წამი გრძელდებოდა და მე მუდმივად აი ამ წარსულში ტრიალებდა და დღეს ვიხსენებ, სახალხოს გავიხსენებ, იმ ურთიერთობის დროს გავიხსენებ, საჭმლის ჭამის დროს გავიხსენებ, სერნობის დროს გავიხსენებ, სამსახურის დროს გავიხსენებ. გახსენდება, კაია კიდე და ის რომელიც არ გახსოვს, ის ვაფშე წარმოიდგინე, შენი ყურადღება ის სულ აქ არის, ანუ შენი ყურადღება აქ არ არის, აქ დაახლა წამში. და აქ დაახლა, აი მარტო აქ შეგიძლია რაღაცა შეცვლო და შენი ყურადღება როცა იქ არის, შენ იქ ვერაფერს ვერ შეცვლი. პირიქით უფრო ცვლი მომავალს უარესობისკენ, იმიტომ რომ ამ წამში შენ განიცდი ძალიან სისულელე რაღაცას, რომელიც შეიძლება 5 წლის წინ მოხდა, მაგრამ დღეს განიცდი. იმიტომ რომ შენი ყურადღება უბრალოდ წარსულზე არის. და რეალურად აქ დაახლა არც წარსულია და არც მომავალი არ არის და თუ და რახან შენი ყურადღება აი აქ ვერ ჩერდება და აი ამაზე არის, ან მომავალზე არის, ეს არის უკვე კარმა.
ანუ კარმა გაიძულებს, ყველას უნდა აი აქ და ახლა და ნეტარებაში ყოფნა, მაგრამ შენ რაღაცა ხელს გიშლის და რაც ხელს გიშლის, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის კარმა. უფრო მარტივად დაგასაგებ ენაზე რო თქვა, ეს არის ნერვულ სისტემაში ბლოკები, რომელიც შეიძლება რო თქვა, რომ არის სტრესი. სტრესისგან განთავისუფლების უამრავი საშუალება არსებობს. ყველაზე მარტივი არის დილით გაღვიძება, აი მზე რო ამოდის და პირველი 15 წუთი დაენახო მზეს. ძალიან კარგია, მეცნიერულადაც დამტკიცებულია, რომ ენდრიუ ჰიუბერმანიც ასწავლი მაგას ადასტურებს. მიტოქონდრიები აქტიურდება, ანუ ის რაც შენ ენერგიას გაძლევს და მე თელი დღე დამუხტული ხარ ენერგიით, ბუნებასთან კავშირი, მზე ჩავა დაძინება, ფეხშიშველა ცოტა სიარული ცოტა, აი ბუნებრივი ჩვენი მდგომარეობა ძალიან მარტივია. რომ ძალიან მარტივად შეგიძლია სტრესებისგან განთავისუფლდე, მაგრამ სამწუხაროდ თანამედროვე სამყაროში რა საგიჟეთში ცხოვრება, პირდაპირ გაგებით საგიჟეთში, იმიტომ რომ ძალიან დაჩქარებული არის ყველაფერი, ეგ ცოტა რთულად ხდება და ამიტომ არის საჭირო ტექნიკები. ამიტომ ამ თვითშემეცნების გზაზე ვინც დგას, ეს ადამიანი რო იწყებს აი კითხვების დასვას და ეს მე რო იწყებს ტრანსფორმაციას, აქ ჭირდება დახმარება. და დახმარება აუცილებელი არის როგორც მოხდეს თეორიულად, ასევე პრაქტიკულად, იმიტომ რომ მარტო ერთი ან მარტო მეორე ვერ მოგცემს შედეგს ვერანაირად. ეხლა მე ნინომ და 1000-მა კიდე კაცმა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ რაღაცაზე, თუნდაც აი ნეტარების მდგომარეობაზე, ან თუნდაც აქ და ახლა ყოფნაზე, ან თუნდაც მარწყუზე, ვერავის ვერ გავაგებინეთ რა არის ეს მარწყუ, თუ თვითონ თავად არ აქვთ დაგემოვნებული. ამიტომ თეორიულ ცოდნასთან ერთად აუცილებელი არის პრაქტიკული გამოცდილებაც, აუცილებელი არის, რომ ეს თანაბრად მოხდეს, და თანაბრად მოხდეს განვითარება. ამიტომ ტექნიკები არის აუცილებელი. აი ამ ტექნიკებში ძალიან ბევრი ტექნიკასთან ერთად ერთ-ერთი არის ტრანსცენდენტული მედიტაცია. ძალიან ბევრი მიმართულება არის, გააჩნია შენ რა გინდა, აი რა მოგწონს, ერთი არ მოგწონს ბუდისტური მედიტაციებია, ბუდისტური მედიტაციები არ მოგწონს, რავი, აი კოუჩინგი არ მოგწონს, ფსიქოლოგია ის არის, რელიგია არის, ეკლესია არის, ლოცვები არის, რავი, ჯადოსაცხსნის ვიღაცა, რავი, 1000 რაღაცა არის, რა, შენ რა გინდა ეგ არის, ეს ყველაფერი არის დამხმარე საშუალება იმისთვის, რომ ისევ შენ დაგეხმაროს, თორე ეს რეალურად ეს ტრანსფორმაციის პროცესი შენ უნდა გაიარო, ეს პატარა მედან უმაღლეს მედანს შენ უნდა გაიარო, შენ სამაგრად ამას ვერ გააკეთებს. მაგრამ აი ამათ შორის ყველაზე მარტივი და შენ მოგეწონება ყველაზე მეტად მეცნიერულად შესწავლილი და დამტკიცებული არის ტრანსცენდენტული მედიტაცია. მაგრამ არ არის მარტო ეს, უამრავი არის, მაგრამ მთავარი არის ფორმულა, რომ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება, თეორიული ცოდნასთან პრაქტიკული გამოცდილება და ეს დროთა განმავლობაში გინდა არ და გინდა დაამუშავებს შენ ეგოს. უფრო მეტ ცნობიერებას შემოგიტანს, იმიტომ რომ მუშაობს მიზეზზე და მაგრამ გასხიოსნებას არ მოგიტანს. გააჩნია გასხიოსნებას. მე ვფიქრობ, რომ თუ გაცნობიერებულად შენ ვერ გაიგე რა არის სამყარო, რომ შენი ანარეკლია თავიდან ბოლომდე და აი ეს რომ ამბობ მაგას და გრძნობ მაგას, მაგამდე მისასვლელი გზა ალბათ მე მგონი ასე, რომ თუ გინდა რომ მართლა შეიმეცნო, არის საკუთარ თავზე დაკვირვება მედიტაციით, რა თქმა უნდა, ხო? იგივე ხდება მანდ. მაგრამ საკუთარ თავზე დაკვირვება ცოცხალ პროცესში. აუცილებლად. იმიტომ რომ მედიტაცია ან ნებისმიერ სხვა პრაქტიკა არის ერთი ნაბიჯი, მე აუცილებელი არის ეს გადმოტანა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხო? ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგის გარეშე უბრალოდ მაგას ვამბობ რა. თუ არ გააცნობიერე შენ რას აკეთებ რეალურად მაგ მედიტაციით, აზრი არ ექნება უბრალოდ. ხო. მაგიტომ მასწავლებელიც უნდა ყავდეს და ნუ ესეც და გაცნობიერებას გაძლევს ის, რომ კარმა აღარ არის. აი კარმა რო დაიწვა და მანამდე რო შენ რო ყვითელი ლინზა გეკეთე და ყველაფერს ყვითელ ფერში ხედავდე და კარმა აღარ არის და მე რო უცად მოიხსნას ყვითელ ფერი და მე გააცნობიერე უიდე და თურმე აგერ ყოფილა და აქამდე რას მაგრამ მანამდე კარმა გიშლის ხელს და ამიტომ ყველაფერი რასაც ვაკეთებთ რეალურად არის ის რომ ძველი კარმა გავასწოროთ რომ აი კომბოსტორ შენი აზრით შენი აზრით აი ძალიან რთული დასამუშავებელი გაკვეთილები რო აქვს ადამიანს ხო და ის ადამიანი აი მთელი ცხოვრება მედიტაციაშია და TM-ს აკეთებს თუნდაც ან რაღაცა. შენი აზრით მაგას შეუძლია რომ გასხიოსნებამდე მივიდეს? მაგით. კარგი, ესეთი რაღაცა ვთქვათ. კი. შენ რო შევთანხმდეთ გასხიოსნება რა კონდიციაა რა. ხო, მაგ მინდივარ. შეიძლება მაგ მდგომარეობაში აღმოჩნდეს სპონტანურად. ხო. მაგრამ
პირდაპირ გაგებით თქვა სპონტანურად ვერ აღმოჩნდება, იმიტომ რომ რაღაცა პრაქტიკა აუცილებლად რაღაცა უნდა იგრძნო, რაღაც უნდა დაიტანჯო, რაღაც პრაქტიკა უნდა გააკეთო, ან მოკლედ ბევრი შრომა არის. ან კუნდალინის გამოგვიძება დაარტყავს ვიღაცას და ხო, ძალიან ბევრი ცხოვრება რეალურად საჭირო, მაგრამ მე მიხვდა და ძალიან ბევრი შრომა არის. მაგას ვამბობ, ხო, ანუ ესე ტექნიკა შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ერთ ცხოვრებაში მაგ მდგომარეობამდე, იმიტომ რომ ძალიან დაჩქარებული ყველაფერი და ეს თვითონ ეს ტექნიკაც ძალიან ჩქარია. თელი რასაც ვაკეთებთ ჩვენ ახლა რაზეც ვსაუბრობთ რეალურად, რადგან ერთი და იგივე არის, ეს არის გასხიოსნებას რეალურად რასაც ვეძახით, ჩვენ არის მდგომარეობა, როდესაც აქ და ახლა ხარ, შენ ყურადღებით ყოველთვის. წამს, ყველა წამს, აი წამი. და აი ამ წამის იქით არაფერი არ არის. არც წარსულია და არც მომავალია. ეს მარტო რეალურად ეს წამია და ამ წამს მუდმივად აღიქვავ. სუბიექტი, რომელიც შენგან იყურება, აი ნერვული სისტემიდან, რომელიც იყურება, მუდმივად აქ არის. ანუ მძღოლი მუდმივად საჭესან ზის. რასაც ეკარტოლეც აღწერს. გარესამყარო სულ მუდმივად იცვლება, მძღოლი მუდმივად არის, დამკვირვებელი მუდმივად არის და პროცესი ამათ შორის სულ არის, ანუ შენ თავს როდესაც არ კარგავ და შენი თავი ყოველთვის როცა გეკუთვნის, აი ეს არის ეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის გასხიოსნების მდგომარეობა. და ეს არის ეს მხოლოდ და მხოლოდ ხდება აქ და ახლა აი ამ წამსში. იმიტომ რომ სხვა ამ წამის გარდა არ არსებობს. აი წუთის სოფელს რო ამბობენ, ეს წუთია მარტო დანარჩენი არ არსებობს. ანუ შენ ვერც მომავალში ვერ იქნები და ვერც წამში. მაგრამ შენი ტვინი სულ აქეთ იქით არის და როდესაც შეიძლება ესე სხვანაირად ვთქვათ, გასხიოსნება არის მდგომარეობა, როდესაც ტვინი თუ მანამდე არის მართველი, ხო, მე ხდება მართული სახური. აი ზე მემართავს, ასე ვთქვა. ხო, აიგრე. იცი რა კითხვა მიჩნდება ხა ერთის მხრივ რაღაც ესეთი გამოთქმაც რომ კარმამ უწია და კარმა და ასე შემდეგ ძალიან ისე ნეგატიურ კონტექსტში რა მოხსენიებული ან რაღაც გონებაში სულ ისე ჩანს რომ რეალურად მაგ კარმას მიყავ ხალ მაგ გამოღვიძებამდე ხო ანუ უმეტეს შემთხვევაში იმიტომ რომ ეს ეგრეთ წოდებული ბევრი ფანჯარა და ჩანათება და ასე შემდეგ რაც თქვით მოდის თავისით აი ამ კარმების დაწვის რაღაც დამძიმების და ყველაფრის გარეშე აი ცოტა მაგაზეც გამიჩნდა კითხვა რამდენად ცუდია თუ კარგია ეს კარმა იმიტომ რომ ბევრ რაღაც ბენეფიტებამდე მიიღავ ხო ზუსტად მაგიტო არის კარგი რომ გააცნობიერო რას გასწავლის რეალურად მე ეგეთ მე და ალექსანდრე ვართ ორი განსხვავებული პოლუსის რავი შეხედულობის ამ ამბავზე რა იმიტომ რომ ჩემთვის ფასეული იყო ის რომ მე ვაცნობიერებ დღემდე ყველა ჩემ კარმებს არის რა კარმები 7-ზეა 3-ზეა ანუ ხო რას ვაკეთებ ანუ ნახე რა უნდა დავამუშაო რა გაკვეთილებს ვსწავლობ ანუ გაკვეთილებს ვსწავლობ და ჩემთვის მაგალითად ის რომ მედიტაციით შენ ამოაგდეს ხო აქედან შენი სისტემიდან ამოაგდე შენ სხვას ვერ აუხსნი უკვე მიხდი იმ მედიტაციამ გაგწმინდა მაგალითად ხო მაგრამ აქ მე გავაცნობიერე მე რა გავიარე ხო სხვას ვერ მისცემ და შენ თუ გინდა რომ იყო რაღაც ნუ მე მაგ მხრივ ვარ მასწავლებელი თვითონ აი ნუმეროლოგიურად ასტროლოგიურად რაღაცებს შევხედავ ანუ შენ თუ გინდა ეს გააცნობიერო შენ თუ გინდა ამაზე მეცნიერი იყო ხო მაშინ უნდა გაიარო მიხდი უნდა გაიარო და უნდა გზაც უჩვენო მე როგორ გადალახოს ეს თუნდაც ეს რაღაც ასპექტი ცხოვრების და როგორ მიუდგეს ამ საკითხს იმიტომ რომ ეს არის მუდმივი პროცესი იმიტომ რომ შეიძლება რავი კვირიდან 3 დღე ვიყო ძალიან გასხიოსნებული მაგრამ 3 დღე მაგარი აურიო და ის ერთი მეძინოს აი ეგ არის რა რაც უფრო აქტიურად ხარ და რაც უფრო მუდმივად ხარ მართლა მან ხარ უკვე გასხიოსნებული რა მითხარით ანუ აი კარმის თემა რო ჩავხუროთ ბარემ რა ერთი ვთქვით რა უნდა ჩახურო გადაო კარმა რაც არის ანუ ფაქტიურად გაკვეთილები რაც უნდა გავიაროთ ხო მაგას მოაქვს ჩვენამდე რა და შენ თუ ამ გაკვეთილებს
არ გაივლის, შენ სულიერად ვერ ამაღლდები, თქვა, ეს არის ზუსტად სულიერი ზრდა, მაგას მოაქვს, მაგ ტანჯვას მოაქვს რა. განსაცდელი მომეციო ღმერთო, ეგ არის რა. შენ თუ განსაცდელი მიიღე, შენ უფრო დიდი, ანუ რეალურად ეს არის სკოლა, ეს არის. აი სულები მანდ ნეტარებაში რო ვართ, მოკლედ და მე ალექსანდრე რავი, რა ვქნათ ახლა, წამ დედამიწაზე ცოტა კიდე ავმაღლდეთ რა, ანუ კიდე უფრო მაღლდები რა, ანუ კიდე უფრო პროგრესს განიცდი, თუნდაც სულის თვალსაზრისით, თუ რამე ID გაქვს მან როგორც გენეტიკური კოდი, ანუ იქ ნელია ეს განვითარება ხვდები? ანუ იქ ხარ უბრალოდ რა სინათლეში, მაგრამ თუ გინდა კიდე უფრო ბუსტი მიცა experience, აქ ჩამოდიხარ, აქ რაღაცებს, task-ებს აკეთებ, გაკვეთილებს სწავლ და შენ სულზე ძლევა კიდე უფრო დიდი, ანუ რაკეტის პრინციპი რა, ხო, რომ კიდე უფრო ამაღლდე რა. ანუ მე ეგრე ვუყურებ უბრალოდ რა. იცი რა მეინტერესებს, ანუ როგორ უყურებთ ზოგადად აი კარმის ნაწილს ერთი რო წინა ცხოვრებებით, ხო? წინა ცხოვრებიდან გამომდინარე, მეორე ვთქვით ასევე მშობლების და ოჯახის კარმა რა. და მან ესეთი კითხვა შემოდის. შენი კარმაც, რასაც აქ აგროვებ. აქაური ცხოვრების. და აი ოჯახთან მიმართებაში შემოდის ესეთი კითხვა, რომ კაცო, მარტო მე რო არ ვიყო დიასახლისი, ასე ვთქვათ, თელი საგვარეულოს კარმის. რამდენად მნიშვნელოვანია, ვისაც აქვს ბედნიერება ყავს რაღაცა დედა, რაღაცა მამა, რაღაც ბაბუა, იმისი მშობლები, ასე შემდეგ და ოჯახშივე ყავს ცოცხალი ადამიანები, რამდენად მნიშვნელოვანია და ასე ვთქვათ, ეფექტური ამ ადამიანების ჩართვა, რომ ეგრეთ წოდებული საგვარეულო კარმა. მოდი შენ თავზე იმუშავე. იმათთანაც ყველაფერი პარალელურად, იმიტომ რომ შენი ანარეკლი არიან, მოგვარდება. ძალიან დიდი შეცდომა არის ძირითადად ხალხი, როდესაც მესაუბრება იმაზე, რომ ცდილობენ, რომ თავისი დედა გაასხივოსნონ, ცდილობენ, რომ ის შვილი, აი, გამოაკეთონ. ანუ შენ გაქვს ის პრობლემა და მაგიტოა შენი შვილი ეგრე. შენ გაქვს ის პრობლემა და მაგიტო გექცევა დედა ეგრე. ანუ შენშია დასამუშავებელი ეგ პრობლემა რა. მაგასთან უნდა მიხვიდე რა. და მე გეხმარებიან ახლა იქ TM და გეხმარება, მე და გეხმარები, ვიღაც და გეხმარება თუ ასტროლოგია თუ კარმული ნუმეროლოგია, ანუ მაგას ეგ არის გზები ყველა, როგორც წეგან თქვით, თუ გინდა ზადნით მიდიო ზღვამდე, მაგრამ ზღვამდე უნდა მიხვიდე, თორე აზრს დაკარგავს ცხოვრება. სხვანაირად ვერ მოხდება ნორმალურად. ხო, ან მომენტი არის, რომ შენ ჯობია დაიწყო მუშაობა, ვიდრე შენზე დაიწყოს კარმა მუშაობა. ხო, ეგ მოკლედ ეგ პროცესი სულ მიმდინარეობს. ხო. აი ეს კარმის დაწვის და გაცვლის, ასე რომ ვთქვა. აი რაც იკითხე შენ რა, აი ოჯახის კარმა, აი სიტყვაზე ხო, რომ ვთქვათ, რომ არის საგვარეულო კარმა არის, ხო, დაუშვათ. ეგეთი თეორია ავიღოთ, აი ქვეყნის კარმა არსებობს. კი. აი ესეთი რაღაც მივსჯელოთ რა, მაგალითად რომ თუ ამ სამყაროში მუშაობს პრინციპი, რომ უფასოდ არაფერი არ არის და ყველა რაღაც რომ მიიღო, რაღაც უნდა გაიღო და რასაც გაიღებ იმის საპირწონეს მიიღებ. ფაქტია, რომ სხეული ვართ თუ სხეული გვაქვს თუ სხეულს ვატარებთ თუ რაც ქვია თუ ვიცმევთ, ფაქტია რომ არის. ხო? ნუ ობიექტური რეალობაა, რომ სხეული არის. ისიც რეალობაა, რომ აი ცხვირით მაგალითად შეიძლება ბაბუას ვგავდეთ. ყურით ბებიას და თვალით ბიძას სიტყვაზე ან რაღაც, ხო? გენეტიკურად ვიღაცის რაღაცა გაქვს აღებული, ხო, წამოღებული, ხო, ვიღაცას გევხარ. აი თუ მაგალითად დავუშვებთ იმ თეორიას, რომ ყველაფერს თავისი საფასურია გადასახდელი და იმასაც ისის მტკიცებულებაა, რომ ბებიის ცხვირი გაქვს. ხო. თუ ბებიის ცხვირი გაქვს და ბაბუის ყურები, ეს გაქვს წამოღებული, რაც ჩანს. რა შეიძლება ქონდეს წამოღებული, რაც არ ჩანს. ხო? ხო, მაგრამ ყველაზე მეტად ეგ უფრო ჩანს. კარმა დეტექტორს. ხო. და აი რეალურად ცხვირი რო გაქვს, ამის საფასური გაქვს გადასახდელი ბაბუასთან. და აი ბაბუამ რო თავისი კარმა რო ვერ დაამუშავა და თავის წინაპრის კარმა რო ვერ დაამოგიგროვეს. ლევანიკო ახლა შენ შეგიგროვეს. ხო, ეს გადადის რა თქმა უნდა შვილიდან შვილზე. ანუ ითვლება რომ ეგეთი კარმა, რაც ოჯახის კარმა არის, თუ პიროვნება ვერ დაამუშავა, ხო. მაშინ მას აგრძელებს მისი შვილი. უფრო მეტი გადადის შვილზე. მარტივად რო თქვა შეტენა? ხო, გადასცა. იმიტომ რომ იმ შვილმაც თავად ეს ვალდებულება თავის თავზე აიღო. იმიტომ რომ რაც მამამის ქონდა აღებული ან თავის დედამის ქონდა აღებული და იმან ვერ შეასრულა, ეხლა მან უნდა გააგრძელოს, მე ამის შვილმა უნდა გააგრძელოს, მე იმის და ყველა თაობაში თან ახალი ემატება და ეს არის ეს
ჩაკეტი ეწრე. ესე ვთქვათ, სული თვითონ იღებს პასუხისმგებლობას, სანამ ასე ვთქვათ, დაიბადება, რომ მოდი ამდენს გავქაჩავ? მოდი როგორ ვთქვათ, იცი რა? პრაქტიკულად რო შევხედოთ. სული ავტომატურად იღებს იმას, რაც ეკუთვნის რა. რაც მოუწია მიიღო რა. ეგ არის კარმა ზუსტად. იქ არ არის რომ მედი ესეთ კოსტუმს ჩავიცმევ და მოდი ახლა ესეთ კოსტუმს ჩავიცმევ. ხო, ჩვენ როგორ წარმოვიდგინეთ? რა რისი ინტერესიც აქვს წესი და რაც უნდა გაიაროს, რაც იცის რომ უფრო ამაღლებს და უფრო განავითარებს, ჩემი აზრით ეგრეც ხდება, მაგრამ რატო არის რომ გენეტიკურად სული ძალიან ხშირად მოდის იგივე გენეტიკურ ხაზში. ხო? ანუ ეგ ძალიან მაგარი რაღაცაა რა. როდესაც შენ გენეტიკაში მოდიხარ ისევ რა, იმიტომ რომ შენი გენეტიკის დასახმარებლად ხარ. არიან სულები, განსხვავებული სულები, რომლებიც, სული არის ერთი თქო, შევთანხმდით, ხო? ანუ დისკობოლი გვაქვს იქ და იმ დისკობოლს აქვს ბევრი პატარა შუშა. და სინათლეს ხო, რო ანათებ, ხო, ის შუშები ირეკლავს, ხო, სხვადასხვა მიმართულებით რა. ეგ ახარ შენ ის პატარა ერთი შუშა ხარ რა შენ. ანუ მთლიანად დისკობოლი ხარ ნაწილი ხარ მაგ დისკობოლის, მაგრამ ის პატარა შუშა ხარ, რომელიც ანუ კონკრეტული რაღაც გამოცდილება აქვს და თან წარმოიდგინე სხივი რომ მოდის, შენ შეიძლება ან აქ ხარ, ან აქ ხარ. ეგ უკვე განვითარების ძველ სულს რო ეძახით, ხო? ანუ ოღონდ პარალელურად ხარ აქაც და აქაც. ეხლა ვინ რაც გაიგებს რა ვილაპარაკე, მაგრამ მე ამის აღქმადობა ჩემ გონებაში რომ ანაირადაც მაქვს, მაგას ხსნი ვცდილობ გადმოვცე, მაგრამ გადმოუცემელი რაღაცაა, ძირითადად ეგ. უნდა შეიგრძნო უბრალოდ რა, როგორც აი მარწყს ვერ აგიხსნი, რა გემოაქვს თუ არ გასინჯული, ხო? სანდ ვიყავით? სწორად გელს ვიყავით მარწყზე. იცი რა მითხარით, აი ალექსანდრე შენეული ხედვით TM-ზე რო გავაკეთოთ, ასე ვთქვათ, მარტივი შეჯამება, უკვე ვთქვით, რომ ერთ-ერთი მარტივი საშუალებაა, მაგრამ ანუ ბევრი საშუალებაა, როგორც ვთქვით რა, არის TM-ი რაღაცა. ადამიანი, რომელსაც აქვს ეს ძროები რა, არის ის უბრალოდ ცადოს, რაღაც რამდენიმე რაღაცა, TM-ი ცადოს პირდაპირ. კომფორტული TM-ი რა, იმიტომ რომ არის ძალიან მარტივი, არის ძალიან ბუნებრივი, თავიდან ბოლომდე ბუნების კანონები არის გამოყენებული და არ ჭირდება კონცენტრაცია, არ ჭირდება ზედმეტი ენერგიის დახარჯვა, არ ჭირდება ცხოვრების წესის შეცვლა, არ ჭირდება რწმენა, არაფერი არ ჭირდება, უბრალოდ დღეში 2-ჯერ 20 წუთი რამენერეთ უნდა დაждდე. აი ეგ არის რა. არც ჩაბნელება, არც ანთება სინათლის, არც შუქები, არც სუნები, არც დამკვრელები, არაფერი საერთოდ. ყველგან შეგიძლია დაждდე, დახუჭო თვალები და დაიწყო მედიტაცია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ახარ, სად მუშაობ, როგორი განრიგი გაქვს და როგორ გამოიყურები. 20 წუთს ყველა იპოვის რა, ხო? 20 წუთი დღეში 2-ჯერ ყველა შეუძლია. ბიზნესმენი ხარ, მხატვარი ხარ. ანუ ეს არის უნიკალური ტექნიკა, იმდენად მარტივი, რომ ყველას, ვისაც აქვს ნეირონული სისტემა, შეუძლია ფიქრი და ხატავს რა. ხო, დაიჯდება და გააკეთებს, ყველა მივა რაღაც დონემდე, თუნდაც მინიმუმ ის, რომ აი ამ 4 დღიანი სწავლებით ეს ყურადღება, რაც თელი ცხოვრება გარეთ არის გაშლილი და რასაც ეგრეთ წოდებული monkey mind-ი. ხო, აი ეს ყურადღება საკუთარ თავში ტრიალდება და ეს აი რაც უფრო ღრმად ჩადის, ბოლომდე იმ ტრანსცენდენტულ მემდე აქვს შეხება. და მარტო აი ცხოვრებაში ერთხელ რომ მაინც გქონდეს აი ამასთან კავშირი, მარტო მაგიტო ღირსდა. ყველაფერს რო თავი დავონებოთ, აი ის რომ მარტივია, ის რომ ესეთი არის, რომ მეცნიერულად შესწავლილია, რომ უკუჩვენება არა, აი ეს. რატო ითვლება რომ არის ძალიან ეფექტური, იმიტომ რომ ჩვენ რა ეპოქაში ცხოვრობთ, ეს არის ტექნოგენური ხასიათის. საზოგადოებაში შევქმნით, ხო? რაღაცა ექიმები იტყვიან ეგრეა, გჯერა, მეცნიერები იტყვიან ეგრეა, გჯერა. მე 1 წლის მერე ახალ რაღაცასაც იტყვიან. ესე ყოფილა. ხო, ხშირად არის ეს უი, მაგრამ გვინდა არ გვინდა მაინც ობიექტური მტკიცებულება ჩვენთვის მნიშვნელოვანი რაღაცა დავიჯეროთ. და ძალიან ბევრი მეცნიერი 750-ზე მეტი კვლევა არის ჩატარებული, რომელიც გეუბნება, რომ აი ეს არის რა, არაფერი არ გინდა დღეში 2-ჯერ აკეთე და მიიღებ აი იმ შედეგს, რასაც შენ ეძებ სულს შენ თავში რეალურად. აი იმ პროცესს მიიღებ. როგორ მიიღებ შენივე თავში იღვინთება, ასე რომ ვთქვათ რა, ეს არის ის მექანიზმის გაცნობიერებას იწყებ, ხო? და არ ჩაოს მე და მარტივი ის არის, რომ იმდენად მარტივი არის, რომ აი ზედმეტი ფიქრები ნეგატივი და ისინი თავისით ქრება. მაგრამ ეხლა TM-ზე რო არ ვილაპარაკოთ ბევრი. ანუ ეს პროცესი მიმდინარეობს, ეს არის ფორმულა, რომელიც ყველამ უნდა გააკეთოს რა აბსოლუტურად.
ერთი არის ის, რომ შეიძლება სულაც თქვით, რომ ზღვამდე მიხვიდა კომფორტულად და მეორე მიხვიდა ფეხით. ეს აი რომ შევადაროთ და შევაჯამოთ, რასენტული მედიტაცია არის ზღვამდე VIP კლასი. ხო, აი რეაქტიული თვითვრინა. ეგ არის განსხვავება, მეტი განსხვავება არ არის. ჩემთვის кайფია მოგზაურობა. ხვდები? აი ეგ არის სხვაობები ზუსტად ახლა უფრო კარგად დავინახე რა. ანუ ვიღაცისთვის кайფია ის რომ ბილიკზე მიდის და აი ამ პროცესს გადის თვითონ რა. და ვიღაცას არა აქვს მაღაზე მუშაობის თავი. განსაკუთრებით ეგეთ ხალხისთვის რომ არა აქვს რა მაგის ძალი და ღონე, მაგათთვის უფრო არის. ვისაც აინტერესებს ეს გზა, ხო? უფრო სირთულეები უყვართ და აბა იქ რაღაც ბილიკიდან გადაუხვია და საით კვესტი გაიარა და ანუ სხვანაირი თამაში აქვს უკვე რა. და დაჟე მაგ შემთხვევაშიც კი ძალიან კარგია იმ მდგომარეობის შესანარჩუნებლად, აი აქ რო ხარ სულ მუდმივად და მე ვარ ის მდგომარეობის შესანარჩუნებლად, ანუ თუნდაც გასხივოსნებული ადამიანებისთვისაც ძალიან კარგია ეგ პრაქტიკა, რომ ანუ 20 წუთი დავაჯდე და იმედიტირო თუნდაც. ჩემთვის ეგ ბუნებაში რო გავდივართ თუნდაც მარტო ის არა, ჩემთვის ეგ კიდე უფრო იცი რა არის? აუცილებლობას ხდის, რომ განა დავსქიფოთ ეგრე. თორე ერთი პრაქტიკა არის ფიქრო პროსტა, ხო? ანუ პროსტა არის ფიქრო. მაგრამ განა დასქიფო ისე რომ არის ფიქრო და მარტივად მოგვარდეს პრობლემა. არამედ მოდი ხალხმა დავიწყოთ იმაზე ფიქრი, როგორ გადავიდეთ უფრო ახლოს ბუნებასთან, როგორ შევქმნათ ისეთი სოციუმები, ისეთი საზოგადოებები, რომლებიც ახლოს ვიქნებით ბუნებასთან, ერთმანეთს დავეხმარებით. ანუ რა არის ცხოვრება, რომ დაფიქრდე საბოლოო ჯამში, თუ მე სადაც მივედი, რომ ოჯახია და სიყვარულია, ხო? ერთმანეთის. ანუ იქ მიდიხარ, რომ საბოლოო ჯამში გჭირდება მარტო სუფთა წყალი, ჯანმრთელი პროდუქტი და ბუნებასთან სიახლოვე. ეს არის 64 დედამიწაზე. და მაგას იმიტომ რომ ჩვენ დაგვაჯერეს, რომ გჭირდება მილიონები და გჭირდება მაგარი მანქანა და გჭირდება ის და გჭირდება ეს და ამ დროს შენ ამაში ბედნიერებას კი არა ტანჯვას პოვრობ და მოდი აი მანდეთაც წავიდეთ, რომ იმაზეც ვიფიქროთ, რომ ეს მედიტაცია უფრო სასიამოვნოც რო გავხადოთ, რა უნდა ვიმოქმედოთ, რა უნდა მოვიმოქმედოთ ახლა აქ ჩვენ, რომ აი ეს შევქმნათ ეს სოციუმი და გავიდეთ ქალაქებიდან საბოლოო ჯამში რა, იმიტომ რომ ეს არ იქნება მარტივი 1-2 კაცისთვის, ჩვენ რო წავიდეთ ღუ არასწორებს, ხო? ანუ თქვენც რო წახვიდეთ, მარტო არ იქნება. აი მანდ უნდა შევქმნათ ეს სოციუმები, ეს კოლექტივები ქალაქ გარეთ, სოფლებში. სადაც მართლა სიმშვიდეში და ჯანმრთელობაში ან ვიქნებით რა, ბავშვები იქნებიან იქ თუ, ანუ ბავშვისთვის ხო ეგეც, ანუ სკოლის სისტემა სრულად შესაძლებელია. მაგაზე თალკე ერთი დიდი პოდკასტი გავაკეთოთ. აი უზარმაზარი თემაა და კარმაზე გადავალ, მაშინ მაგაზე რო არ გადავიდე, იმიტომ რომ ვღიზიანდები ხოლმე, აი აქ მედიტაცია მჭირდება ახლა. ხო და კარმაზე მინდოდა მეთქვა რა, ეხლა ბოლო პერიოდში ხსნი ხოლმე ხშირად ამ თემას, რომ მოდი შენი ბაბუა, ჩემი ბაბუა, რომელიც რაღაცა, კაროჩე, მაგარ ცუდ რაღაცას აკეთებს რა. და ხსნი ესე, რომ აი ჭადრაკის დაფაზე ვართ, ხო, თეთრები, შავები ვთამაშობთ. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ მე თეთრები ვარ, ანუ მაინც შავებზე დგას აქ რომელიღაც თეთრები, ხო? ანუ შენ თუ წარმოიდგენ ამ გენეტიკურ ხეს, ხო, შტოს, ხო, გენეოლოგიურს, ხო? ვიღაცას უწევს იქ ფეშში ჩაძრომა, ვიღაცას უწევს დამპალიან ცუდის აქციელების გაკეთება, რომ შენ მერე რომ გადმოგაბარას ამდენი დიდი ტვირთი და ამდენი სიბნელე მინერალების სახით, აიღო, გაწმინთო და გაზარდო ხე მაღლა. ხვდები? იმიტომ რომ ფესვში თუ არ გაიზარდა ხე, ის მაღლა ვერავა. ამიტომ აი ეს ცუდი იყო, ის ცუდი იყო, ის კვლელი იყო, ის ნარკომანი იყო, ის ანუ აი ამის მიწებება და ამისგან რაღაც ცუდის შექმნა, ცუდი კი არა, მაგან კაროჩე დაგიგროვა, პერსპექტივა უნდა შეუცვალო. კი, იმდენი მინერალი დაგიგროვა, რომ შენ ახლა აიღო, გადაამუშავო, მარტივი არ არის, ხო, პროცესია. და აიღო და ناقოფი გამოიცხა. ჩვენ კოლექტიურად საზოგადოება ეხლა მივდივართ იმ მდგომარეობაში, სადაც ეს ხე გაიზარდა. და ناقოფის დროა, ანუ გაზაფხული მოვიდა რა, აი მოდის გაზაფხული და დროა რომ აი იქიდან რაც კი დავაგროვეთ, აი ეს კარმის დაწვა, ხო? რაც კი დავაგროვეთ იმ მიწიდან, ხო, რაღაც ناقოფი გამოვიღოთ და ეს ناقოფი უნდა იყოს ჯანსაღი და ჯანმრთელი. ამიტომ კარგად უნდა გადავამუშავოთ, კარგად უნდა დავწვათ და რა მექანიზმით, რა ტექნიკით მიხარ მაგამდე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თავარია გაცნობიერო. მე ყოველთვის ვამბობ ამას, რომ გაცნობიერება არის აბსოლუტურად ყველაფერი. აი ყველაფერი. თავარი იყო ის შენი ნამდვილი მე. კი. ის თავარია ის ერთხელ მაინც
ეგ მომენტი რა. ეს პროცესები ისიც უნდა ვთქვათ ალბათ, რომ ეხა თქვენც ძალიან აქტიური ხართ სოციალურ ქსელში, ალექსანდრე TM-ის მიმართულებით, ნინო თავის კონსულტაციებს და კიდე და კიდე უფრო ბევრი ადამიანი მოგმართავთ, ხო და ორი სიტყვითაც ალექსანდრე შენც გაქვს ნახსენები, რომ ეგრეთ წოდებული კალიუგას პერიოდზეც რო გითხრა, ეს გადასვლაზეც ნინო შენი პერსპექტივით. ყველა ერთზე ვიბაზრებ. ხო, ანუ ზუსტად მაგიტოა საინტერესო, რომ ეს გზა ზღვამდე, რომელიც ვისაუბროთ, ერთია უბრალოდ ზუსტად მაგიტო, რომ ალექსანდრეს მაგალითია, ნინოს მაგალითია, არჩევანი უჩნდება საზოგადოებას, უკვე რა აი ეგ უფრო და კიდე უფრო მეტ ადამიანს მოვიყვანთ ამ პოდკასტში, ვისგანაც ანუ გაიგებთ კიდე რა არჩევნებია, არჩევნებია? ანუ კიდე რა არჩევანი შეგიძლია, კიდე რა გზა შეიძლება იპოვო რა. ხო, ჩვენზე იყოს ხალხი. კაი, ეგ რო გითხრა ალექსანდრე, ეს პერიოდი, ეს მომატებული ეგოს სიკვდილები, გამოღვიძებები და საით მიდის ზოგადად ეს ყველაფერი და როგორ შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ანუ ერთი ნინო, ერთი ალექსანდრე აი ამ პროცესს ხო მილიარდობით ადამიანში რთულია რომ ეს შეიცვალოს. კალიუგა ვედების თანახმად ნუ ჯერ ვედები რა არის? ვედები არის სამყაროს მოწყობის წესი. ანუ ეგ არის კონსტიტუცია თუ როგორ მუშაობს სამყარო. მასალა ცოდნა რა, ცოდნა სამყაროს შესახებ. იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. იქ მარტივენით რო ვთქვათ, ესეთი რაღაც არის აღწერილი, რომ ამ სამყაროში ყველაფერი ციკლურია, ყველაფერი ყოველთვის იცვლება და პერიოდებიც იცვლება. და ესეც არ არის რაღაც სასწაულები, იმიტომ რომ ვიცით, რომ აგერ ზამთარია და მალე გაზაფხული მოვა, მერე ზაფხული მოყვება. ხო, სულ მუდმივი ცვლილებადობა არის, თუნდაც აი ამ ეპოქების. ხო, აი დაახლოებით ეგეთი ეპოქები არის, აი როგორც აი რაღაც ერთმანეთისგან განსხვავდება, ეს 4-ია და ესე რომ შევადაროთ წელიწადის დროებს, კალიუგა არის ზამთარი. სულიერი თვალსაზრისით, ანუ სრული სიბნელე, სადაც არ არის სინათლე. ეს როდის დაიწყო, ბარემ რო ახსენოთ და როდის არჩე ახლა მთავრდება რა, მაგას გეტყვი. რაც თავარია. ეგ ვისა, როდინდელი ამბავია. ნუ ამობენ 5000 წლის წინ. ხო, დაიწყო და ეს ცოდნა რო იკარგებოდა და კალიუგა რო დაიწყო და დიდი შანსი იყო რომ ეს ცოდნა რაც მანამდე ისაც ხალხმა იცოდა დაკარგული იყო, ამიტომ დაიწერა. ხო, შეიქმნა ვედები. და ნუ ესეთი რაღაც არის განმარტებული, რომ აი როგორც წელიწადის დროები ენაცვლება ერთმანეთს და ამას მხოლოდ დრო განსაზღვრავს და სხვა არანაირი მიზეზი მას არ გააჩნია, უბრალოდ ესე არის ეს სამყარო მოწყობილი და იმუშება. ეხლა ჩვენ ვართ სულიერ ზამთრის პერიოდში. ეს იმას ნიშნავს, რომ აი სულიერი სინათლე არ არსებობს. მზე არ არის რა, კი მზე ამოდის ჩადის თვებით, მაგრამ სულიერ მზეზე რო წარმოვიდგინოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ არის სულიერი ზამთარი და ძალიან ბნელი ზამთარი და ეს კიდე თავის მხრივ პრობლემას აჩენს იქიდან გამომდინარე, რომ ინდივიდუალური სული ვერ ხედავს სწორ არჩევანს. ანუ არ ჩანს რა არის სწორი, რა არის არასწორი და აი ამ თვალებახელროია რა და ხან რას დაეჯახები და ხან რა გეტკინება და ხანსა წაიქცევი და აი რო გეტკინა მე ამას წვალობ რო ეს დაიმუშაო და არა ის რო თვალებს ეს მოიხსნა. აი დაახლოებით აი მაგ მდგომარეობაში ვართ ახლა და უბრალოდ ხედვა არ არის. მაგრამ რაც არ უნდა რთული პროცესი იყოს და რაც არ უნდა სირთულე იყოს ეს ინდივიდუალური სულისთვის კალიუგა ძალიან კარგი პერიოდია, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ხდება ძალიან დიდი კარმის დაწვა. თებერვალში ვართ სადღაც მარტის დასაწყისში და მოდის გაზაფხული. მოიქნია კარგი. ხო, კუდი შეიძლება მოიქნიოს და ეგ ჩვენზე არის მხოლოდ დამოკიდებული. შენ რაც ვკითხე რა არის ეხა მაგის რა მდგომარე პოზიციაზე ვართ. ეხა არის რომ იწყება ახალი პერიოდი, იწყება ძალიან დიდი ცოდნის შემოსვლა, იწყება ძალიან დიდი სინათლე, აი რასაც რომ ამბობდნენ სწავლებებში რომ რაღაც აი გაცხადდება და ფარული გაცხადდება და ფარული აღარ იქნება, ნუ ზუსტად ეგ პერიოდი მოდის. უფრო მეტი სინათლე შემოდის, რა უფრო მეტი ცოდნა შემოდის. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ მდგომარეობაში ვიყოთ და კუდი არ მოვაქნევინოთ, რაც თქვით. მოვაქნევინოთ და ამ მდგომარეობაში მუდმივად ვიყოთ. ამის ერთადერთი საშუალება არის ამ წამში ყოფნა. ანუ აქ დაახლო ყოფნა, ანუ მუდმივ გაცნობიერებულ მდგომარეობაში ყოფნა, როდესაც ადამიანმა იცის, რომ არის ადამიანი და არა ცხოველი. ანუ ადამიანი რას ნიშნავს? ამაში რა შერჩი? იმან არ იცის, რომ არის, თორე
ჩვენზე კარგად არის რეალურად, მოდი ვერ ხვდება. ცნობიერების ამაღლებაზე გვაქვს საუბარი, ვინ ვართ, რა ვართ? ინდივიდუალურად და რაც უფრო მეტი ინდივიდი იქნება გამოღვიძებული საკუთარ თავში, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ცოდნის გამტარია და ამ ცოდნით, ამ სინათლით მარტო თავის თავი არ ნათდება, სინათლე მარტო თავისთვის არ ანათებს, გარშემოც ანათებს. შესაბამისად, რაც უფრო მეტი განათებული სივრცე იქნება, ავტომატურად ეს კოლექტიური ცნობიერება უფრო მეტად აიწევა და რაც უფრო მაღალი კოლექტიური ცნობიერება გვექნება, გადასვლა უფრო გლუვი და მარტივი. უფრო მშვიდად მოხდება, თორე აუცილებლად ძლიერი და რთული კატაკლიზმები და კატასტროფები იქნება, იმიტომ რომ უნდა დაინგრეს ის მანკიერი, რაც არის, რომ ახალი შეიქმნას. ანუ ეს დანგრევა კიდე ყოველთვის მტკივნეულია, რადგანაც დავიწყეთ, თუნდაც ეგოს აი ზუსტად მაგის პარალელზე მივდივარ, რომ სამყაროსეულადაც ეხა ყველა ინდივიდებს ერთად გვაქვს აი ამ ძველი კარმებისა და კალიუგას დაწვის მომენტი. მარტივად რო თქვა, ეხლა უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ პიროვნება როგორც ეგოისტური გამოვლენა ერთი ცალი ვართ და უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვართ. ანუ როგორც არა ინდივიდი მე, არამედ როგორც სახეობა ჩვენ. კაცობრიობა. აი დაახლოებით აი ამ რაც როგორ თავად მოიაზრებს, ის რომ ომები იყო არ ნიშნავს, რომ ეს უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ სხვა ცნობიერების დონეზე გადავდივართ. და ზუსტად კუდის მოქნევა ეგ რაღაცა რაც უფრო მეტი სტრესია ინდივიდუალურ ნერვულ სისტემაში, უფრო რთულად ხდება ტრანსფორმაცია, რაც უფრო მეტი სტრესი არის კოლექტიურ ცნობიერებაში, უფრო რთულად ხდება ტრანსფორმაცია. ინდივიდუალურ შემთხვევაში ეს ხდება ტანჯვით, ტკივილით და ასე შემდეგ. და კოლექტიურ ცნობიერებაში ეს ხდება კოლექტიური ტანჯვით და კოლექტიური ტანჯვა რა არის? ომი, კატასტროფა, კატაკლიზმი, რაც მასიურად ხდება. ამიტომ ამბობენ, რომ აი ეს მეორედ მოსვლა და აეთელი ამბები მოხდება. ეგ პროცესი რომ უხეშად არ მოხდეს, ამისთვის არის აუცილებელი, რომ ცნობიერების მდგომარეობა რაც შეიძლება მაღალ წერტილიდან იყოს გადასვლის მომენტში რა. და მაგეთ მიდის სამყარო, ანუ გაერთიანებისკენ. და გვინდომაც ხედავთ, რომ ეხლა რასაც ჩვენ საუბრობთ, ამდენიმე წლის წინ ამაზე რო გვესაუბრა, საერთოდ აზრიც არ ექნებოდა, ხო და ეხლა კიდე ეხლა შეიძლება არის ვიღაცისთვის, მაგრამ კიდე და კიდე მეტი ადამიანი საუბრობს, იმიტომ რომ დაკვირვებით ხედავს უკვე ადამიანი. და საინტერესო რაღაცა ახსენე ალექსანდრე და ნინო შენი აზრით რო გაგვიზია, რომ აშკარად აი ამ პროცესებს ადამიანები მოკლედ არასწორი მექანიზმებით ცდილობენ, რომ ასე ვთქვათ განკურნონ და შეიცვალოს ყოფიერება, იმიტომ რომ მარტივად რო ვთქვათ, რაც კი, რაც თავდაცვაც უნდა შეგეძლოს, შეიარაღებულებს ყველაფერი, მაგრამ უკვე რაღაც ახალი პერსპექტივა ჩდება, რომ მოდი იარაღით კი არა. თავდაცვის იარაღს რო ქმნი, უკვე უნდა გამოიყენო. გამოსაყენებელია ეკონომიკაც, მაგრამ ხო, ანუ კვანტურ რეალობაში ის თუ შეიქმნა, ესე იგი ფუნქცია უნდა მოუძებნო. ადრე თუ გვიან მოუძებნი, იარაღი ერთხელ მაინც გაისვრისო, ხო? აი ეგ თემაა რა. ხო და ამიტომ ან გაყიდი. ხო, ამიტომ შიში როდესაც არ არის სამყაროში, შენ აღარ გიწევს თავის დაცვა. ანუ შიში რო იწובה, შიში არის აი ის რაღაცა რა. თავის დაცვა გვიწევს ჩვენ რეალურად ისევ ჩვენივე ჩვენივე შიშები. ხო, შიშები, ხო რეალურად. აი ეგეც კარმაა რა. რაღაცა ადრე გააკეთე, დღეს გეშინია ის უკან არ დაგიბრუნდეს და ემზადები რო არ დაგიბრუნდეს. და ყველა სისულელეა რომ გონია რომ რაღაცა თუნდაც ათამაშოებს ან ტოპებს ან რაღაცებს მოიმარაგებ და ის არ დაგიბრუნდება უკან, იგივე ხდება ქვეყნის შემთხვევაში. დღეზე კი არის ასე. და აი ცნობიერების მდგომარეობა, რასაც ვამბობთ, აი მე ვარ აი ეს მე ვარ რო გახდება რომ ჩვენ ვართ გასაყოფი არაფერი არ არის რა ანუ დები არახს და საუბარს იწევს ხო შენ არც სასაუბრო არაფერი არ არის ყველაფერი მიღებულია და ყველაფერი გასაგებია აი წარმოიდგინე ერთ დილით რო გაიღვიძე შენ სამსახურში გეჩქარება ცოტა გამოუძინებელი ხარ გვიან ცოტა დაიძინა და უცბად გაიღვიძე და აი ამ პროცესში ხარ და უცბად ხედავ რომ ვერ დგები ანუ იმიტომ რომ შენი ერთი უჯრედი მეორე უჯრედს ეომება რაღაცა სისულელის გამო ხო და ეგ რო დახედო ზემოდან ხო აი რამხელა სისულელეა ხო წარმოიდგინე ცოტა ზემოდან დახედილი ეს მდგომარეობა და ეხა ჩვენც რო ეგრე შევხედოთ რა ანუ რაღაცა სისულელეების გულისთვის ერთმანეთს ვებრძვით და ნახე რამხელა ტყუილია რომ ერთი ადამიანი თუ მეორე ადამიანს კლავს ციხეში სვავენ 20 წლით და ბევრი ადამიანი თუ ბევრ ადამიანს კლავს ტას უკრავ. პასუხი არავის არ აქვს. და პასუხი არა, პირიქით აღმერთებენ, რომ აუ ისე ხო, გმირია და ეგ აღქმა არის რა. ძალიან გამრუდები. სულ ამბობ, ბავშვობიდან ვამბობდი მაგას, რომ ხო, რა თავდაცვა არ გვინდა, ქვეყანა არ გვინდა, გვინდა, მანამ სანამ არ გჭირდება.
მაგრამ თუ სწორად ვიცხოვრებთ და ისე ვიცხოვრებთ, ხო, უბრალოდ არ დაგჭირდება და რა ფულსაც საზოგადოება, დღეს პლანეტა, ყველა ქვეყანა რო ავიღოთ, რა ფულსაც ხარჯავენ თავდაცვაში, ეს ფული რო დახარჯონ მშვიდობაში, განათლებაში, ცნობიერების ამაღლებაში. და ყველაზე დიდად დაბინძურებს გარემოს ხოთა შორის military industry. ხო, აქ სწორად უნდა გავანმარტოთ ისიც, რაც ვახსენეთ, რომ არავინ არ ამბობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ გვიყვარს, ან თავი არ უნდა დავიცვათ, ან ასე შემდეგ. არა, მე ვამბობ, რომ თავი არ უნდა დაიცვა, როდესაც მიხვალ იმ გაცნობიერების დონემდე, რომ შენს გარდა ამ სამყაროში არაფერი არ არსებობს. ვისგან იცავს? საფუძველზე ვსაუბრობთ ჩვენ იმ შემთხვევაზე, როცა თავიდანვე როცა საზოგადოებები და ადამიანები იმ დონეზე არიან გაცნობიერებული, რომ ამ კონფლიქტამდე არ მიდის. რეალურად ეს ყველაფერი ბავშვობაში არსებობს, ტვინში არსებობს. მაგას ვამბობდი ზუსტად მაპატი ალექსანდრე დამავიწყდება მე. ანუ მაგას ვამბობდი სულ რომ ანუ ის მეომარი რომელიც გადის და ისვრის, გაცნობიერებული რო იყოს, არასოდეს არ აიღებს იარაღს. მიხვდი? ანუ ორივე მხარეს ტიპები იარაღს თუ არ იღებენ, ვიღა იბრძვის. ხო. მიხვდი? კიდე ცალკე რთული თემაა. კიდე ეს ვარიანტი რა, ეს გაზაფხული რომ მოდის, ხო? ჩვენი ერი წარმომიდგენია მე როგორც აი ერთი ვაშლი რა, ეს წეღან ხო ვიყავით რომ ناقოფი უნდა შევქნათ თქო რა. ჩვენი ერი ასევე არის ერთი ვაშლი რა, ანუ ერთი რავი, ბანანი და არქვი რავი, რა ხეც გინდა ის წარმოიდგინე, მაგრამ ის ერთი ვაშლი შენ შეგიძლია, ანუ როგორც ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ცალკე რაღაც ოჯახი ან ცალკე რაღაცა კომუნა, ხო? ჩვენ კომუნა უკვე იქ კიდე სოციალური წრე იზრდება და წარმოიდგინო ეს ვაშლი ყოველთვის ანუ პატარა აი მატრიოშკასავით რო გახსნა და პატარა ხერო იყოს რა შიგნით და ჩადიხარ ბოლოს შენ ოჯახამდე რა და შენ თავამდე იმიტომ რომ შენც შეგიძლია რაღაც ناقოფი დადო სამყაროში ხო და ესე რომ გამზუმოთ და ქვეყნის მასშტაბით შევხედოთ, ხო? ჩვენ ვართ ის ერთი ვაშლი, რომელსაც თლიანად მე ეს მინდა, at least minimum, რომ ქართულად რატომაც წერ ამ ვიდეოებს, ინგლისურადაც შემეძლო ხო მეწერ, ან ქართულად რატომაც წერ, იმიტომ რომ მე მინდა ჩემი ერის ეს ვაშლი, ესეც ეგოა, ხო? ეს შენი ერის ნაწილი, რა თქმა უნდა. და ჯანსაღი ვიწევთ, იმიტომ რომ ქართველი ხარ. და ანუ აი ეს რომ მოწყდება მე ეს ناقოფი, ხო? აი იქიდან იწყება ახალი სამყარო. მიხვდი? აი მანდ ვართ რა, მაგ პერიოდში ვართ. ანუ ეხლა ჩვენ უნდა შევქმნათ ჯანსაღი ناقოფი, რომელიც მე მიწაში რო ჩავარდება, მარტო ის ჯანსაღი ناقოფი აღმოცენდება. მიხვდი? იმას ვისაც თესლი არ უვარგა, ის ვერ გაიხარებს და აი ის აღმოცენდება და ანუ ეს არის ზუსტად ის ნაბიჯი, სადაც ჩვენ ახალ სამყაროს ვქმნით. ხო, კვანტურია რა, რეალურად სამყარო თქო, მაგიტო ვამბობ რა, რომ ჩვენ ვქმნით ჩვენ რეალობას რა. ანუ აი მართლა ეგრეა და აი რა გავაკეთო, როგორ რა გავაკეთოთ და მეტია სალაპარაკო ზუსტად ესე დაალაგებულად სხვა თემებზე. და სხვა პოდკასტი. იმიტომ რომ ხო, არის განათლების საკითხი, არის თუნდაც ხა ბევრი საკითხი შევეხეთ, რაც ცალკე პოდკასტების თემაა და ამასაც ანუ შემდეგ სერიებში ძალიან გაიქნება რომ საზოგადოებისთვის. გონია რომ ჯერ არაფერი მილაპარაკია და არ მაცადეთ რა, ვაფშე კაცები როგორები ხართ, რა ჩაგრავთ. აკვარიუსის ერა მოდის და ეხა თქვენიც. გადავ ძალიან კარგი პოდკასტი იყო, მადლობა ალექსანდრე, მადლობა ლევანი. და რავი, ეგა. შევხვდებით.